მოგესალმებით. მოგესალმებით. კონსულტ დაოჯახება. დიახ. ჭირდება თქვენგან პირადობის დამადასტურებელი მისვლა და ერთი ფოტოსურათი. ფოტოსურათი. შემდეგ ხდება ჩვენთან ოფისში მსგავსი სარეგისტრაციო ფურცლის შევსება. დიახ. სადაც ხდება თქვენი მონაცემების მითითება. ზოდიაკოთი რა ბრძანდებით ხალბატონმა? ხისკა. ხარ თუ არა ფერობის ქორწინებაში ნამყოფი? არა. პირველად ხოვდები და აბა თქვენ იცით. რა სიზავთ? ეს ხონები იცით რამე? ინგლისური. რუსული, ინგლისური. რუსული ცხოვრენაა. რა თქმა უნდა. მშობლები ყავთ? არა მყავს მშობლები, გენაცვალე უპატრონო ვარ. ანუ ვეძებთ პატრონს. აბა რა, განათლება უმაღლესი. აბა დიპლომიანი ქალი ვარ, ეგრე ჩაწერეთ. სპირტიან სასმელთან როგორ გვაქვს საქმე? სპირტიან სასმელთან კარგად მადლობთ. და ჩემი მეორე ნახევარის თუ შემომეშველება კარგს იზავს. თქვენთვის რა გზნობაა სიყვარული? სიყვარული ყველაფერია გენაცვალე და ისეთი კაცი მომინახეთ, რომ შემიყვარდეს. ძალიან ის ბებერი გადამწყვეტებული არ ნახოთ, ვიღაცა ცოტა ჯეილი რო იყოს რა. საკუთარი ბინა თუ გაქვთ? კი, ჩემი ბინა მაქვს. უნდა ჩავისიძო? თუ როგორ არის საქმე? აი, აკეთებს როდესაც შევავსეთ. დიახ, გაირკვევა მე იმას. მე ვისაუბროთ უკვე. იმას რა, ხო. იმის ამბავსაც ხომ ეტყვით, როგორ არის? გამაგები. ავტომობილი გყავთ. ავტომობილი გყავთ. და ახლა დაგესმოთ თქვენ ძირითად შეკითხვას. დიახ. რამდენი და რამდენი ლამდეძებთ სასურველ პიროვნებას? სასურველ პიროვნებას ასე რო იყოს 40-დან 55-მდე შეიძლება. ერთი კვირიდან 3 თვის განმავლობაში მოხდება თქვენთვის სასურველი პიროვნების შერჩევა, შეხვედრის მოწყობა და გაცნობა. დედა რა კარგია, გენაცვალე, გაიხარე, ჩამომართვი ხელი. ეხლა მერე რა ხდება? შემდგომ არაფერი. შემდგომ ხდება ის, რომ უნდა დაელოდოთ ჩვენ ზარს და 10 დღის განმავლობაში დაგიკავშირდებით მობრძანდებით შერჩევაზე. უკვე იქნება თქვენთვის რაღაც სავარაუდო ვარიანტები შერჩეული. იქიდან თქვენ ვინც მოგეწონებათ. დიახ. მოხდება იმ ადამიანთან დაკავშირება, თუ ისიც რა თქმა უნდა თანახმად თქვენს გაცნობაზე. აი ამაშია საქმე ხარ, თქვათ მომეწონა მე, აი როგორ ხდება ეგ არის, მე მომეწონა, იმას არ მოვეწონე. ამ პირი შეხვედრა არ მოეწყობა. არ მოეწყობა და სად შემახვედრებთ ამას? ეს ყველაფერი ხდება ჩვენთან ოფისში. ეხლა რა მაინტერესებს? თანხა რამდენია გადასახადი? შეიძლება რეგისტრაცია ხდება საშუალოდ 30-დან 50 ლარამდე. ასე იაფია? და რას ლაპარაკობ? რა იაფი ყოფილა, კაცო, ეს რომ ცოდნოდა ამდე ხანი. დიდი მადლობა. კარგად ვამდებოდით. კარგად გენაცვალე. როგორ პოულობენ მეორე ნახევარს საქართველოში გარიგება, გაცნობა, მაჭანგარი და ახლა უკვე დაოჯახებისა და გაცნობის ცენტრი, რომლის ანკეტაც ქალბატონმა ნანური სარაჯიშვილმა ბუნებრივია ყველაზე ცხელი თოქ-შოუს თხოვნით შეავსო. ახლა იმედია ბატონი დავითი ქალბატონი ნანულისათვის იპოვის წყვილს და ეს ყველაფერი დასრულდება ერთი დიდი ქორწინებით, ასე ელოდება ათეულობით ადამიანი თავის რიგს თუ როდის იპოვის მეორე ნახევარს. ვინ როგორ პოულობს მეორე ნახევარს თანამედროვე საქართველოში? ეს დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი თემაა. ეს არის ყველაზე ცხელი თოქ-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში საღამო მშვიდობისა. შენდეიდას ჩავეხლართეო, მანეული წნელი ვითავდა, ფეხები ავაშერინე, უსულადო ცხენი. ოქროვერცხლი ბრილიანტი. ქორწილს იხდის სტუდიაში. როგორ თხოვდებიან საქართველოში მეორე ნახევრის პოვნის მარტივი და იოლი გზა. შენ მეუღლე მოიტანა, ასე თქვათ, ალერჯი, მანქანა მიყიდა. ყოველი თვის ხელფას მემადლებდა. სარფიანი ქორწინებები ვინ რამდენს იხდის იმისთვის, რომ იშოვოს წარმატებული მეორე ნახევარი. ნაზღაიძეს დამაჯახებ, ოღონდ ქმრად. $5,000 მიიღო. რა მოთხოვნა? მდიდარი ქალები, ქალებს მოყავთ ქმრები. ლელა წურწუმია მაჭანკლობას იწყებს, როდის და სად დაოჯახებს წყვილებს ქართველი მომღერალი. ფორმატი ვიცოდი და მართალი გითხრა მომწონს. О боже мой. Вот теперь у меня мандраж. ივანა მელაის მოულოდნელი თავგადასავალი, ვის აირჩევს სამი მამაკაციდან უკრაინელი პატარძალი. როგორ
ვიპოვოთ ჩვენი მეორე ნახევარი და როგორ დასრულდეს მრავალწლიანი მარტოობა. ამის შესახებ მომდევნო საათნახევრის განმავლობაში ყველაზე ცხელი თოქ-შოუს ეთერიდან შეიტყობთ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. ეს არის გადაცემა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. მე მივესალმებით ჩვენ სტუმრებს. დიდი მადლობა, რომ შემოგვერთით. კაცნობისა და დაოჯახების ცენტრის ხელმძღვანელთან ბატონ დავითთან მინდა გადავიდე კითხვით. ბატონ დავით, ამ არსებულ ბაზარზე პრაქტიკულად უკონკურენტო პირობებში უკვე 12 წელია მუშაობთ. რამდენი წყვილი დაოჯახეთ, რამდენი დეფექტურია თქვენი მუშაობა? ამ პერიოდში ჩვენი ოფისის საშუალებით 100-ზე მეტი ოჯახი შეიქმნა, მაგრამ როდესაც ცენტრი 2000 წლიდან ფუნქციონირებს, საშუალოდ დღეში 2-3 წყვილი მაინც იცნობდა ერთმანეთ. ძირითადად რა ასაკის ადამიანები მოგმართავენ თქვენ დახმარების თხოვნით? ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც იმედი გადაეწურათ და ბოლო იმედი არის თქვენი ცენტრი, თუ ახალგაზრდებიც მოდიან თქვენთან? ჩვენთან მოდის ძირითადად მაინც 30-ს გადაცილებული, 30-35-ს გადაცილებული ადამიანები 70-75 წლამდეც კი. როგორ პოულობთ ბათუმის მეწყვილებს? როგორ შეიძლება მაგალითად 75 წლის მამაკაც უპოვოთ მეწყვილე? არსებობენ ქალბატონები, რომლებსაც ამ ასაკში გათხოვება სურთ? კი, რა თქმა უნდა, არსებობენ. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მათი შვილები მოდიან, თვითონ შვილიშვილების გვიკავშირდებიან. აი რა არის ტიპიური ქართველი ქალბატონის მოთხოვნა? როგორ მამაკაც ეძებს? ნუ ქალბატონმა ნანული მეტად შეავსო აკეთა ჩამოაყალიბა ტიპიური მოთხოვნები, ის უნდა იყოს მდიდარი, სიმპათიური, ახალგაზრდა ჯანღონით სავსე. არის ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც გარკვეულ კომპრომისზე მიდიან და თუნდაც მზად არიან რომ გააკონტროლოთ ღარიბს. როდესაც მოდის ადამიანი და ავსებს ანკეტას, ძირითადად უთითებს მაინც ყველა, რომ ეძებს ბინით სამსახურით უზრუნველყოფილ ადამიანს. ეს პირველი რაც ყველა ანკეტაში ძირითადი მოთხოვნაა. და დანარჩენი მერე უკვე შესაძლებელია იყოს ვთქვათ გაცილებული, შვილიანი. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც თვითონ მადლოსანი არის ბინით უზრუნველყოფილი და უბრალოდ შესაძლებელია ეს მამაკაცი წავიდეს და იმასთან ერთად იცხოვროს. ნუ ქალბატონ ნანულის აქვს სამსახური არაერთი, ყავს მანქანა, აქვს ბინა, არის პოპულარული. რამდენი ხანი დასჭირდება მისთვის მაგალითად მეორე ნახევრის მოძებნას? მსგავს ვარიანტს დასჭირდება მაქსიმუმ 3 თვე. რო ჩვენც ოფისში ბევრი ნაკლები. მე ვეძახი მაქსიმუმ. თორე შესაძლებელია 10 დღეშიც მოხდეს თქვენთვის სასურველი პიროვნების მოძებნა. გასაგებია. ქალბატონ ნანული, წარმოიდგინეთ ახლა რომ თქვენი შევსებული ანკეტის საშუალებით მართლა გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც თქვენთან ერთად ცხოვრების დიდი სურვილი ექნება, ბუნებრივია ასეთი ძალიან ბევრი იყოს, მაგრამ თქვენს კრიტერიუმებს დააკმაყოფილებთ. გჯერათ ესეთი გაცნობისა და დაოჯახების ცენტრების, როდესაც შეიძლება რომ მართლა შეიქმნას ოჯახი? როგორ არ მჯერა, ძალიან ბევრი ოჯახები შექმნილა. მე როგორც ვიცი, ძალიან ბევრი აი ასე ვთქვათ, გარიგებით. ეხლა ნუ ჩვენ რაღაც ხუმრობ და იმაშებით აქ, მაგრამ მართლა არის ესეთი ძალიან ბევრი შემთხვევა არ არის ესე. ნუ რა არის ეხლა ვთქვათ, ამაში ცუდი, გარიგება. გააცნობ ადამიანს, უნდა მოიყვანს ცოლად და გაყვება და არ უნდა და არა. ფილმი ვიცით, ძალიან ბევრი ადამიანი გაგირიგებიათ, გარიგება ერთი, გარიგება ორში. ცხოვრებაში გაგირიგებიათ ფილმი? კი, სხვათა შორის. კი და ძალიან როგორ მოხდა ეს ტექნოლოგია როგორ იყო? აი ტექნოლოგია როგორ მოხდა და ვთქვათ მყავს მეგობარი და შევთავაზე მეორე მეგობარ ბიჭს. მოეწონათ ერთმანეთი და შეუღლდნენ და არაჩვეულებრივი ოჯახი აქვთ რა. ამ ნანულის არაჯიშვილი გარკვეულწილად მაჭანგალი იყო. გასაკვირველია. ეს ძალიან კარგია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის არაჩვეულებრივი. მე ბახსოვს, ბებიაჩემი მიყვებოდა, როგორ ურიგებდნენ, მაშინ გარიგება როგორ იყო და ყველას გადასარევი და არაჩვეულებრივი ოჯახები ქონდა. ბესო ბერულაშვილს მე ვიცი, რომ სტუდენტების პერიოდში ქონდა არაოფიციალური კოოპერატივი გახსნილი. შეფესე ბედნიერება და რამდენი ადამიანი ყავს ერთმანეთისთვის გარიგებული ბესო მოყვა. კოოპერატივობა სხვადასხვა ეს არის 90, 93, 14, 15 წლები. აი ამ 5 წლის პერიოდში ჩემი ჯგუფელი ერთასწორ ჩემი ნათლი არის დათო ცეცხლაძე, ყავდა ეს დიდი 21. აი ეს არის 2 მეტრა სიმაღლე წარმოიდგინეთ, ტაისონს გავს და ტაისონას ეძახიან ისედაც და ვეძახით დღესაც და სადაც თკბილი სიტყვა იყო საჭირო, ეხლა იქ მე ჩავერთვებოდი ხოლმე. როცა ვიცოდით რომ ერთმანეთი მოწონდათ, ჩავერთვებოდი რაღაც აქეთ იქით, თუ ვერ გავდიოდი მე ფონს და ვერ ვაგებინებდი, მე უკვე ტაისონა ერთვებოდა და 21-ში მოვათავსებდით ხოლმე ხან ძალით, ხან ნებით, ხან მოტყუებით და ასე რომ მე გაცილებით თქვენზე სტაჟიანი ვარ ბატონო დავით. დაში, გესო, ოჯახი. ერთი 25 ოჯახი ესეთ შექმნილი იყო. მე მართლა დავარქვით, ამ მანქანას დავარქვით ჟოზეფინა. თუ ერთი თვალი არ ქონდა, ფარი არ ქონდა, ერთი არ უნდა და ამ ცალფარიანი 21-ით მიიყვავდა და მოყვავდა. შეიქმნა ძალიან ბედნიერი ოჯახები, ეხლა ბევრი გაიყარა. რატო? რაღაცა ეთქვა, ჩვენი ვალი იყო შეყრა.
ჩვენ ხო შევყარეთ. კამერა ისინი გაიყანეთ ჩვენაშუაში ვართ, ხო? თქვენ საუბრობდით ძალადობაზე და ვინ უფრო ძალიანობდა ხოლმე, გოგონა თუ ბიჭი? მე ვიცი რომ იყო შემთხვევები, როდესაც მამაკაცებიც უარზე იყვნენ ხოლმე და თქვენი ძალადობა. ესეთი შემთხვევა ნამდვილად იყო, ჩემთან სწავლობდნენ. ესე იგი, პირველ კურსზე დავიწყეთ სწავლა, დავიწყეთ. სადაც უკვე მეხუთე კურსზე ვარ, ვამთავრებთ. ესე იგი, პირველი კურსიდან, პირველი დღიდან რო ჩაკიდეს ხელი ერთმანეთს, მეხუთე კურსზე უკვე შემეშინდა რომ მეთქი შეიძლება ეს სიყვარული დაძმურში გადავიდეს, ხო? და ამიტომ ერთხელაც ერთი ორი ჭიქით უკვე შეზარხოშებული, ხო, გამოვიძახეთ ჩემი ჟოზეფინა, მოვიდა რა თქმა უნდა ტაისონა, ჩავსით ორივე მახალაში, ოღონდ როგორც ჩავტენეთ. დააჯექჩენა ყველაზე მეტად ეს ბიჭი წიოდა და კიოდა. რა შემიტო? ოიცავ ჯერ მზად არა ვარ. არა ხარ. ჯერ მიზნებში მზად არ იქნები და ეს ორი შვილი ყავდა, არიან გუგუნებენ. მე მოი შვილიშვილიც ეყოლათ უკვე. მაგრამ იაღლიშებიც ხდება უკაც დაამთავრე? კი, იაღლიშებიც მომსვლია ახლა. ნუ ერთი ძალიან სასაცილო მომენტი იყო. მოკლედ ერთმანეთს შევახვედრე გავაცანი და ბიჭმა თქვა გოგოზე რომ დაცროის ცირკში რო გამოდიან დათვი ველოსიპედზე რო კატაობენ იმას აკავსო და ამან კიდე იმას თქვა დაჯღანული სარკეები რო ესე რო გამოდიან იმას გავსო ესეც ხდება ანუ ეს არ შედგა ხო ნუ ესეც ხდება მაგრამ გასაგებია დღეს ჩვენ სტუდიაში იმყოფება ბატონი კახა ჩხობაძე თავის მეუღლესთან ერთად გამოჯახმა ერთმანეთი იპოვეს სწორედ გაცნობისა და დაოჯახების ცენტრის საშუალებით რატომ გადაწყვეტეთ რომ მე გიმართათ ამ ცენტრისთვის ბატონი კახა რატომ გააწყია და ვიცოდი და ჩემ მახლობლები ბევრი მივიდნენ და დარჩენ ყვაყოფილები და მირჩიეს რომ ეს მისულიყავი მეც. რამდენ ხანში გიპოვეს მეორე ნახევარი? რაღაცა ერთ წელიწადში. ერთი წელიწადში. ერთ წელიწადში. ერთი შეხვედრით გიპოვეს თუ რამდენიმე შეხვედრა იყო და იყო ბევრი დავიწუნე. რატო იწუნებდით? რა ვიცი, იყო რაღაცა გარკვეული მიზეზები რომ დავიწუნე. რა იყო მთავარი კრიტერიუმი, რა უნდა ქონოდა გოგონას რომ დათანხმებოდით რომ თქვენი სწორად შეგერთოთ? უნდა ყოფილიყო წყნარი დინჯი და უნდა ყოფილიყო ბინიანი შეძლებული და უნდა ქონოდა სამუშაო. ჩვენს ყველაფერი. ეგე სამი მოგებები. თავად თქვენ აქონდათ ისეთი რომ თქვენი დაინტერესებულიყო. თქვენ რას თავაზობდით? თუ მას ეკრებოდა ბინა სამსახური იქნებოდა შეძლებული, მაშინ შესაბამისად ეცემ ხონდა ბინა სამსახურის ყველაფერი, მაგრამ ვიცი არმია და უხონებელი ყოფილიყო. აჰა, ანუ გასაგებია ბზითვების ინსტიტუტი უნდა ყოფილიყო თქვენთვის. ბზითვებში რა მოიტანა თქვენმა მეუღლემ? აღარ უნდა დავმალოთ, ხო? ჩემ მეუღლემ მოიტანა, ასე ვთქვათ, ავეჯი, სერვიზი სერვიზი მადონასი აუცილებლად. მადონასი, მანქანა მიყიდა. ყოველი თვის ხელფას მემაძლევდა. აი კაცი. ძალიან დიდი მადლობაა მე დაოჯახების ჩავეწერო მე. ჩაეწერე. ბატონ გიგისა რამდენიმე წუთში გადავალთ კითხვით, რატომ გადაწყვეტეთ თქვენ რომ მისულიყავით გაცნობისა და დაოჯახების ცენტრში? მით უმეტეს იყავით შეძლებული, როგორც ხვდებით, ხო? თქვენ გქონდათ კარგი მზითვები, ქონება. თუ შეიძლება გიპასუხებთ, ცოტა შეიძლება მეტი და დამჭირდეს, ანუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი? მე საერთოდ ადამიანის ცხოვრებაში ცოტა ბედის წერისაც მწამს. ყავდა ძალიან კარგი მეგობარი, რომელზეც ძალიან გული მტკივა, დღეს ის გოგონა აღარ არის, იყო ძალიან ლამაზი, ანითაც, ფეხით, სახით, ყველაფრით, ყავდა ძალიან ბევრი თაყვანისმცემლების წრე. ანუ რისი თქმა მინდა რომ ანუ აი დათოს კლუბი ეს არ არის რაღაცა აი დამხჩალების და რაღაცა საშველი რგოლი რომ უნდა გადმოუგდოს ვიღაცამ ესეთი ხალხის ის თურმე ყოფილა. და მთხოვალიამ რომ თუ შეიძლებაო ნინო იცი რა ყოფილაო აი ესეთი რაღაც ქალაქშიო და რაღაცო მარტო მეუხერხულებაო და წამყევიო რაო ეხა მარტო ხო არ მივალო ვაიმე ლია მეუთხარი შენ რაში გჭირდება კლუბი ამისთანა კარგი გოგო ხარ რაღაცა ამდენი ვინმე გთხოვლობ და რატომ მიდიხარ კლუბში რა ვიციო წავიდეთო რა განსაკუთრებით ჩვენ რაც მოგოწონა სახელი რომ ეს არ იყო მარტო გაცნობის კლუბი ანუ არის გაცნობის და დაოჯახების კლუბი ხა ისეც არ გამიგოთ რომ ეს იმას ნიშნავდეს რომ მაინდამაინც დათოვალდებულია რომ დაუშვათ თუ არ მოწონხარი ხა ადამიანი ჯვარი გადაგწეროს ხო მაგრამ ანუ აქვს საკმაოდ კეთილშობილური მიზნები ეხა რა ხდება რაც მთავარია ბედის წერა რატო ვახსენე
ისე მოხდა რომ მე ეს ქვეყანაც რაღაცა იმ სიტუაციაში ცოტა სამსახურების შოვნა ძნელი იყო ის იყო და კომპიუტერი ვისწავლოთ მითხრა წავედით კომპიუტერულ კურსებზე არა თუ შეიძლება გაცნობის პერიოდში ერთადერთი ანუ არ ვიცნობ კახას არ ვიცნობ უბრალოდ ჯერ ლიას წავყევი იქ ხო და ისა რა ქვია ოთახები მოვიარეთ რომ სად რა ღირს და ეხლა რა მოხდა რომ შევიხედეთ ოთახში სახე მახსოვს რომ არის უფროსი ვისაც ყავს მასწავლებლები და ვეკითხები რომ რა ღირს თქვენთან სწავლა ნუ 80 ლარიო და გამისკდა გული და გამოვედი უკან არ მინდა მეუთხარი ლია წამოდი სადმე იაფად ვნახოთ რაღაცა მე ისე მოხდა რომ ნუ კახაც ყოფილა დათოს წევრი და დათომ დამირეკა რომ მოეწონეთ ერთ პიროვნებას თქვენი სურათი მოეწონა და თუ შეიძლება რომ შევხვდეთ. მე მეუთხარი ვიცით რა მოდი ჯერ დამელაპარაკოს და მე კი ბატონო რა თქმა უნდა შევხვდები. დამირეკა დამელაპარაკა და მე ნუ შევხვდით და დედა რო დავინახე და რო ვიცი შენ ის ხარ მე უთხარი 80 ლარს რო აფასებდით კოკო. ნუ მე რაღაც ისე გამოვიდა. ბატონო და ეს არაფერს სიმათ არჩევა. ესა დავამთავრებო ესე გამოვიდა ბოლოს რომ ანუ აი დაოჯახება მაინც და მაინც იმას კი არ ნიშნავს რაღაც კომპლექსით კი არ უნდა მიხვიდე. თითქოს დამეგობრდისავით და დავიწყე ფასდაკლებით. გამონე მუსერძე შემოგვერთა სტუდიიდან რომელიც პირველი არხის სამყაროსთან ერთად გარკვეულწილად რადიო მაჭანკალიც არის და აფხაზეთის ხმის ეთერში ერთმანეთს ადამიანებს აცნობს. თამუნა რამდენად ხშირად კონტაქტობენ შემდეგ შენი რადიო ეთერის შემდეგ ადამიანები? მე ბატონი დათოს კონკურენტი გამოდივარ, იმიტომ რომ თუ მასთან თვეში საშუალოდ 10 განცხადება შედის, ჩემთან კვირაში 2 გადაცემა და დღეში სუმცირე 200 SMS-ი შედის. კი. და ამ 200 SMS-ი რამდენი მარტო ხელა ადამიანი დადის ამ ქვეყანაზე დღეში 200 ადამიანი ეძებს მარტო წყულს მხოლოდ აფხაზეთის ხმის ეთერში და რამდენი არის ამის გარეშე? უფასოა, მარტო SMS-ი ღირს. ჩვენ ინტერნეტში ყავს სურვილები და იქ ყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კონკურენცია. ჩვენთან უფასოა 50 ლარი არის. ათოსთან რა არის კარგი? მე მაგალითად 50 ლარს კი არა მეცაც გადავიხდიდი და რატო? იქ ეს პენსიონერები შეღავათი არ არის. არა, უფასოც არის. ასე ხმით გაცნობარი არა. პენსიონერები შეღავათი არ არის მეტი. შეიძლება რომ თუ შეიძლება რომ თქვა ისვეთ ხო და ანუ გარანტია გაქვს იქ რაღაც გარკვეული ნამდვილად იცი ადამიანის გვარით სახელით თუ საჭირო იქნება მისი საცხოვრებელი მისამართი ანუ იქ ესეთი სამუშაო ადგილი მისი ფსიქოლოგიური სხვათა შორის ერთი ძალიან საინტერესო პუნქტი ანკეტაში უბრალოდ უნდა ვთქვა დათო მე კითხვა არ დაუსვა ქალბატონ ნანულის მე რომ ეცნობოდი ამ ანკეტას გაქვთ თუ არა ნერვები მწყობს ეს ძალიან ხშირია ხომ არის ნერვული აშლობით მოგმართავენ თქვენ არიან ვისაც მთლად კარგად არ აქვს ეს კონკრეტულად. ანუ 7 ნერვების პატრონს ძალიან ბევრი ეძებს. არა, დღევანდელ ცხოვრებაში ბევრს არა გაწონასწორებული ნერვები. ასე პოულობენ თანამედროვე საქართველოში წყვილები ერთმანეთს. მე მინდა გითხრათ, რომ ასაკი არის განუსაზღვრელი. ახლა სტუდიაში შემოგვერთდება ბატონი ოთარი, რომელიც არის 72 წლის და გაცნობისა და დაოჯახების ცენტრის დახმარებით გადაწყვიტა, რომ თავისი მეორე ნახევარი იპოვოს. ოთარ კვესიტაძე სტუდიაში. ბატონო, 72 წლის ელექტრომექანიკოსი თემქის დასახლებიდან, რომელიც ეძებს მეუღლეს. როგორი უნდა იყოს თქვენი მეუღლე? ჩემი მეუღლე უნდა იყოს, ესე იგი, ოჯახის ქალი, მხოლოდ სხვარი არ უნდა ფეხზე. ეთრი სხვარი არ უნდა ფეხზე. ესეთი, ჩვეულებრივი ადამიანი. რამდენი წლის უნდა იყოს? ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ვისაც დაინტერესებს ჩემთან მაგალითად რომ შექმნას ოჯახი, მე დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი, თუ შევთანხმდებოდით? სქესაც არ არის. ორი მხარე. ბატონო, თქვენ ხართ ქონების მემპატრონე, გაქვთ ბინა, შესაბამისად ხართ სასურველი სასიძო. არ გეშინეთ რომ მაგალითად ახალგაზრდა გოგონამ, რომელსაც აქვს სურვილი რომ დარჩეს ქონება, უბრალოდ ამ მიზნით გადაწყვეტოს თქვენთან ქორწინება. მაგას შუბზე აწერია მაგისანებს. ვინ რას იწვის? აგრი არ არის თლავთ. რამდენი ხანია ბატონოთა რაც ანკეტაში ევსებ და ეძებს მეუღლეს გაცნობისა და დაოჯახების ცენტრში? იქნებ ერთი 5-6 წელიწადი რა, ძალიან ბევრი. 6 წელიწადია ეძებ და იმეც წავედი, ვიმასკები და არა მე რომ ანახეს მაგას დაიხურა, მე გაიხსნა ისევ და შემთხვევით გვიპოვა ბატონოთარი რამდენიმე თვის უკან. მე წავედი, მქონდა ჩემი საქმეები, მქონდა რაღაცა მდგომარეობა და რომ ანახვა მაგან ხო არ ვიცი იმას არ მოვეწონე თუ
მე არ მებეწონა საერთოდ ვერ შედგა ეს. ვინ შეგახვედრათ? რამდენი წლის იყო ეს ქალბატონი? ხო არ გავყვე. ალბათ 55 წელს. და რა დაუწუნეთ? მე არა თვითონ ადგილად წავიდა და დათოს მეწყვილდა და რა ვიცი მე რა იმას რა დათოს მაყრიანში უნდა წაგეყვანეთ ჩვენ და აღარ დაგიტუნეთ. ხო ეს რომ ყოლა ესო გაყვები მაყრიან. როგორ არ გავყვები? ხო ბატონო თარ მარტო ამ ცენტრის საშუალებით ეძებ თუ გაზეთშიც ბეჭდავთ ხოლმე განცხადებას? არა მარტო დათოსთან მივდივარ და ვარ მაგალთან კავშირში. ქუჩაში არ გიცდიათ ქუჩაში რა ქუჩის ხალხი არ გამოგვაძგება ჩვენ. ბატონ გეგეს ყავს 6 მეუღლე. ის არის მე როგორც იმას გეძვა ვიც არის მაგი. ეგ უკრაინაში ცხოვრობს. 6 მეუღლე ყავს. ხო ვიცი. იქნებ გირჩიოთ რამე როგორ შეიძლება ბატონმა ოთარმა იყოს მეორე ნახევარი. გიპნოზი აგლა. არა. მე არა ვარ ესეთი რა ვქნა. არა რა გუნა გიჩიოთ უნდა მეტი იმოძრაოთ სად ტრანსპორტში მეტროში რა ვიცი საცა ხალხი ბევრი და ბევრი საინტერესო ხალხს გაიცნობთ ხალხსაც ბატონთან რომ მოძრაობთ ხოლმე აი მაგალითად ქუჩაში არ არჩევთ ადამიანს რომელიც შეიძლება მოგეწონოთ და შემთხვევით ბედის მე რა ქუჩაში და გამევეკიდო იმას მე რა შენ მომეწონე და წამოდი ჩემთან გო იმას ხوارეთ კინა ციხეში ვზარხარ კინა მარტო ხედა აი ზამთრის პერიოდში ყველა თავის ახლებშია ჩაკეტილი. ხო და კაცი ისე 24 საათი კაც რო ვერ დაელაპარაკებს. შეიძლება ერთი კვირა გავიდეს. შეიძლება ერთი თვე გავიდოს. ახლა ახალგაზრდები უნტარესად ახლა ჩემი ხლის ხალხი არ არის იქ სადაც მე ვცხოვრო. ხო და ეს ახალგაზრდები მუშაობენ ზოგის ადმინისტრაციაში ვარ. შეიძლება ახლა ზაფხულში გამოხვალ გარეთ ვიღაცა დაელაპარაკები რაღაცა მაგრამ სამთაში ძნელია, ძალიან ძნელია. მე მაგალითად ჩემთან ვცვლი თითქოს ციხეში ვზივარ. ასეთია მარტოობა ადამიანის 72 წლის ელექტრომექანიკოსი, რომელიც მეორე ნახევარს ეძებს. ხო, ყველას უსურებდი რომ მოეძებნოს თავისი მეორე ნახევრები და ყოფილიყოს ერთად. მარტოობა ძალიან ძნელია მეურვეობა, ძალიან ძნელია. ერთად. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო გეგე, 6 მეუღლე გყავთ თქვენ. კი, მე 6. რატო უწუნებდით ამ მეუღლეებს? რატო ცივდებოდით ან რატო ირთავდით თავიდან? არა, სიყვარულით. არა, მად მეორე აზე არ ასევს, არის. სიყვარულით ასაკურები, მაგრამ ეხლა როგორ გითხარით ეხლა სიყვარული არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე უკვდავი და ალბათ რაღაც წინა 5 გაცილების მიზეზი რა იყო? იცი მე არასოდეს არ მქონია თქვა ჩაფიქრებული რომ მინდა 6 უნდა მყავდეს ან 5 ან არასოდეს ნუ ცხოვრება მოვიტანა ესე რა ვიცი სიტუაცია მე რატო ცილდებოდით? იქნებ პრობლემა თქვენშია 5 ადამიანს რო გაცილდებით? შეიძლება ჩემშია მე არ მითქვია რომ რაღაცა მაგრამ ალბათ ჩემშიც იყო პრობლემა მაგრამ ყოველ შემთხვევაში რო გძნობდი რომ სიყვარული აღარ იყო ოჯახში მივდიოდი რა აღარ იყო ის რაც სახში რომ ისვრა რომ გიხარი ეს აღარ იყო და ეხლა მეზობლები რა სიტყვიან და ბიზაშვილები რა სიტყვიან ადვილად ითანხმებდით ხოლმე, როდესაც იგებდნენ ისინი რომ ისეთი მრავალწლიანი იყავით რომ შემდეგ არა რა პრობლემა არასოდეს ასათ არ მქონია რა ვიცი სიყვარულით ხდებოდა ყველაფერი და ეხლაც რო გითხრა სინამდვილე იცის ეს რომ ნანული იმას რომ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან და ჩემ მეუღლებს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ანუ გარკვეულწილად ერთი წრე შექმნით ბატონო ნუ ეხლა რო გითხრა ყოველ დღე ყავაზე მაგრამ იცნობენ ერთმანეთს და ნუ ყოველ შემთხვევაში გამარჯობა გაგიმარჯვოთ და ნუ დასასვენებლად ერთად დადიან ხოლმე გეგე და თავისი 5 წოლი მეექვსე აი დასვენება იქნება 5 წოლი და ბატონო გეგე მე 6 მეუღლე რამდენი ხნის წინ შეიქმნა 6 წელია 6 წელია რაც ერთად ხართ. თუმცა ეს არ არის იმის გარანტია, რომ ეს თქვენი უკანასკნელი მეუღლე იქნება. რასაკვირველია. აგამატიშო. გარანტია არ არის მეთქე ხარ. არა, იცის. ხო არა, მე ხარ ვიზახი რომ. გადასარევი გოგო. გადასარევია. აი ეს 5-ის გადასარევი იყვნენ ეხლა. მაგრამ მეგევნები მერთმა არ ხნას, მაგას კი არ ვიცი, მაგრამ რაღაცა მოხდა, რაღაც აი რა ვიცი. გამორიცხული არ არის, ხო? გამორიცხული არ არის, მაგას ვიძახით, აბა ისე არასოდეს არ. როდესაც გაიგო თქვენმა მე-6 მეუღლე რომ კიდე თქვენ ცხოვრებაში 5 ქალბატონი არსებობდა ოფიციალურ ქორწინებაში. რა რეაქცია ქონდა ამაზე? მე მგონი არც მიუქცევია ყურადღება. არც მე. ამ ყველაფერზე თვალი დახუჭა და წამოგვაწყდა. ნუ ვერ გაუძლო ამ სილამაზეს ნახლა და რა. მე სხვა ახსნას ვერ პოულობ მაგის. აი ესე და ძალიან ბედნიერი ვარ და კარგად. როგორ სრულდებოდა ძალიან მაინტერესებს ჩვენ
ეთერში როდესაც გავედით, პირველი გადაცემა იყო განქორწინებებზე, როგორ ცდილდებიან ადამიანები ერთმანეთს. როგორ სრულდებოდა ეს თქვენი ოფიციალური გაყრები? ანუ ამ შემთხვევაში ქონებრივი დავები, სკანდალები, გაყოფა ალიმენტები, ეს ყველაფერი იყო თქვენ ცხოვრებაში? არა. აი ისეთნაირად აეწყო, ისეთნაირი ხალხი შემხვდა, რომ ჩვენ არასფერზე არ ქონია პრობლემა, აი. რაღაცნაირად ყველა თავისით ბარკს ალაგებდა და მიდიოდა. ხო. ან მე მივდიოდი, მაგალითად მე 5 წელთან მე ვცხოვრობდი. ზეციდან ვიყავი და დავიხურე ხუდი 10 წლის შემდეგ და წამოვედი. და მე 5-ესგან წამოხვედი და ეხლა მე 6-ესთან მიხვედი. არა, არ მივიღები. მე 6-ე თვითონ მოვიდა ჩემთან. მე 6-ე თავად მივიღე. თუმცა ეს არ არის ბოლო გაჩერება და შეიძლება მე 7-ესთან თქვენ წახვიდეთ. არა, ღმერთმა აქნას, მაგრამ გამურიცხული არ არის თქვა. ძალიან დიდი მადლობა, მე თქვენ წარმატებებს გისურვებ. მინდა ვისაუბროთ ახლა თავად ტრადიციებზე გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ შემოგვიერთდება ალბათ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაჭანკალი ქალბატონი ლოლიტა, რომელსაც ძალიან ბევრი წყვილი ყავს ერთმანეთისთვის გარიგებული. ის ახლა ძალიან ასაკში არის, თუმცა ამის მიუხედავად დაგვთანხმდა და სტუდიაში ჩამოვიდა და გარიგების ტექნოლოგიებზე მოგვიყვება. თუმცა მანამდე მინდა ვკითხო ბატონ ერეკლეს, როგორ ეს სვანეთში, როგორ ხდება ეს ყველაფერი? მე ვიცი რომ იქ მაჭანკლები არ არსებობენ, უბრალოდ არსებობს ძალიან მკაცრად გაწერილი ტრადიცია, როდესაც მამაკაცს უნდა ცოლის შეერთვა, იქ მიდიან გვარის წარმომადგენლები, მოგვიყვებით როგორ ხდება ეს ყველაფერი. ხო, მაგრამ მხოლოდ ასე არ არის. აი ამ იმას ახლავს რაღაც გარკვეული წინაპირობა. სხვადასხვა მე მგონია საქართველოს არც ერთ კუთხეში არ ხდებოდა აი ესე მოკლედ სიყვარულის ახსნა, როგორც ეს ხდებოდა სვანეთში. შესაძლებელია ერთ სიტყვაში ყოფილიყო ეს ჩატეული. მიყვარხარ და დამთავრდა. ხო, მაგრამ ამასაც თავისი ფორმით უნდა გეთქვა. ლამაზი ფორმით. ნუ ახლა ზოგი როგორ ახერხებდა, ზოგი როგორ. აი მაგალითად მე ვიცი ეტეოდა მაგალითად ერთმა როგორ აუხსნა სიყვარული თავის გულის სწორს, რომელიც თავის სოლი გახდა. როდემდე ამ ერთი სიტყვით აუხსნა. და პასუხი რა იყო? პასუხი ის იყო, რომ უარყოფითი პასუხი რომ იყო, მე ამან უთხრა, მე ეს პირველი მას მოყვა მე რომ მე ბრძოლას ვაგრძელებ. გააგრძელა ბრძოლა და მოიპოვა კიდევაც. ეს რამდენი ხანი იბრძოლა? თავარი რა იყო? არ დაჭირდა დიდი ხანი სხვათა შორის. ნახევარი წელიწადში მიაღწია ყველაფერს. ეხლა როგორ იყო მანდ, რომ მაინცა და მაინც აი ამ სრულ განმარტოებას რომ დიდი ხნის მანძილზე ენახათ გოგო და ბიჭი ერთად, კარგ ტონად არ ითვლებოდა. ესე იგი რაღაც დროის იმ მცირე მონაკვეთში უნდა ჩატეულიყავი. ერთი წელი რო კაცი ქალს თხოვლობს და მაპატია და მე რეუცებ შენ გამოჩდები მესამე არ ითვლებოდა ეგ კარგ ტონად. უფრო მისაღები იყო რა, მე აგერ მაგალითიც ვიცი, რომ ჩვენი გვარის კაცი მოწონდა ესე ქალს, რომელიც იყო დანიშნული. მოვიდა ის თვითონ იმან ინახულა და რა უთხრა, მე ვიციო არ მომყვება, არ უყვარვარო. შენ უყვარხარო, მაგრამ სანამ ჩემი სახელი ქვიაო რომ მე უთხოვლო არ მაკადრო და ნუ გააკეთებ ამასო. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ერეკლე, მართლა ძალიან საინტერესო ტრადიციები იყო, რომელიც დღეს აღარ არის, თუმცა ჩვენ ტრადიციების შესახებაც გადაცემის მეორე ნაწილში გვექნება საუბარი, სანამ რეკლამაზე გავალთ ამან მოსერძეს მინდა ვკითხო. როდესაც წყვილებს ერთმანეთს აკავშირებენ, მაინტერესებს თუ არის მერკანტილურ ღირებულებებზე საუბარი, ანუ ქონება, მანქანა, მზითვები, ბინა. ეს რა არის? აი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. გოგოებისთვის არ აქვს უკვე მნიშვნელობა იმას, რომ მამაკაცს ჰქონდეს შესაძლებლობა. თავარია, რომ არ იყოს ნარკომანი, არ თამაშობდეს, არ იყოს არატრადიციული ორიენტი. თავარია, რომ იყოს კაცი. და მამაკაცებს უფრო აქვთ ეს მოთხოვნილება, რომ წინა პლანზე გამოიწია კაცებისთვის, რომ ჰქონდეს ფული, ბინა, მანქანა და ნუ გარეგნობას უკვე აღარ აქცევენ კაცების ხობას. თავარია, რომ გოგო ანუ ეხლა დიდარი კაცები კი არა, დიდარი ქალებია მოდაში. დიდარი ქალებს მოყავთ ქმრები. იმიტომ რომ კაცები გაგვეჭა. არა, ეს მარტო შენდროს პირიქით იყო რა. შენდროს იგი უკაცრავად გარკვევა იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ კაცია თუ ქალია, თუ საიდან იწყება. თამუნა ასე ამბობს ესე იგი. არა, გარკვევა კაცი რა თქმა უნდა, კაცია. უბრალოდ მამაკაცი უნდა იყო და რა თქმა კაცი არის, მაგრამ უშენია რომ თუმცა დღეს მამაკაცები ეძებენ შეძლებულ ქალებს. არის ტენდენცია ასეთი. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ სტუმრებთან ერთად გადაცემის მესამე ნაწილში დავბრუნდებით რამდენიმე წუთში, თუმცა მანამდე წინ გველის გადაცემის მეორე ნაწილი, სადაც სტუდიაში შემოგვიერთდება საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი მაჭანკალი, რომელსაც ძალიან ბევრი წყვილი ყავს გარიგებული, თბილისში ცნობილი მაჭანკალი, ასევე ჩვენ სტუდიაში სტუმრად იქნება და ასევე პირველად მხოლოდ იმედის არხზე და ყველაზე ცხელი ток-შოუს ეთერიდან შეიტყობთ, რომ მალე ტელეკომპანია იმედი თქვენ ახალ პროექტს შემოგთავაზებს. მოდი გავურიგოთ ერთმანეთს წყვილები, დაახლოებით ესეთი იქნება გადაცემის პირობითი სახელი და ამ პროექტს ლელა წურწუმია წაიყვანს, ასე რომ არ გადართოთ დარჩით იმედის არხზე.
ხანმოკლე რეკლამის შემდეგ ყველაზე ცხელი თოქ-შოუ ისევ ეთერს უბრუნდება. ვინ როგორ პოულობს მეორე ნახევარს 21 საუკუნის საქართველოში და რა ხდებოდა წლების წინ, როდესაც ქვეყანაში მაჭანკლების ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იყო. ამ თემით გადაცემის მეორე ნაწილში ისევ უბრუნდებით ეთერს. მადლობა ჩვენ სტუმრებს, რომლებიც ახლა შემოგვიერთდნენ. დავიწყოთ ქალბატონი ლოლიტათი, რომელიც ჩვენთან ჩამოვიდა კასპიდან. ის არის საკმაოდ ცნობილი მაჭანკალი. არა. ქალბატონი ლოლიტა, როგორ ხდებოდა წლების წინ ერთმანეთისთვის წყვილების გარიგება? როგორ შოულობდით ერთმანეთის შესაფერის წყვილებს? როგორ შოულობდით, შვილო? გახრეტილი მძივი ძაფზე უნდა ეეგოს. გოგოს ვათხოვებდი, ბიჭს ვაქორწილებდი, მეტი რაღა ვთქვა. ერთმანეთს არ იწუნებდნენ? ახლა რო იცნობდნენ და უნდათ მოსწონდათ ერთი მეორეი, მაგრამ ზელათ ახლა კი არ არის, აი მაბლები ვითაც უზედ რო ახტებიან. რამე ცხენოდათ, ერიდებოდათ რამე და ამიტომ ახლა ჩვენ გვეაქტიურა, ვისაც შეგვეძლო ესეთი რაღაცაი. რო ერთი მეორესთან დაგვიახლოვებინა. და როგორ აკეთებდით ამ ყველაფერს? სურათებით მიდიოდით, აცნობდით თუ როგორ ხდებოდა? 13 წლის ავიყავი, შვილო. ჩემი პირველი მაჭანკლობა, აი რას მიქვიან 13 წლის ბავშვი რო ეს ჩაიდინოს. დებია ჩემი რო გამგზავნიდა, მაგაზინშია. წადი შვილო, ეს მოიტანე, ის მოიტანე. გავარდებოდი მეც მაშინვე კურიელივით. და გზადაგზა მაჭანკლობდი. ჩავიდოდი, იქ რომ მივიდოდი, ეს ბიჭები დამინახავდნენ. იმ წუთში ყურძინ სიყვარულით რო ღობეს ეხოვდნენ. გამოქანდებოდნენ, მოდი გენაცვალე, მოდი აქეთ, იქით, რამე. რომ მეც გავჩერდებოდი, შევიდოდნენ მაღაზიაშია, იყიდნენ ფოჩიან კამფეტსა, რამე და უნდა სიამოვნებინათ ჩემთვინა. რომ იმ ქალისთვის ამბავი მიმეტანა. კი, საქმეც უნდა წავიდოდათ. ამბავი უნდა მიმეტანა, კარგები უნდა მეთქვა. ხო და ახლა ერთი დღეც იყო და რაღაც თითქოს რაღაც ვერ იყო ისეთ ხასიათშია ის ბურძენაძე, ის მოჭიდავე ბიჭი რომ ეწყო და მითხრა რომაო, გენაცვალე მოდი აქა, მოდიო, დეიდასთანა უნდაო ლექსი დაგაბარო. შენაო ნიჭიერი გოგო ხარ ძანაო და სახლამდე ხო არ დაგავიწყდებაო. მეც მოусმინე, რა ვიცი ახლა. მოусმინე და უსმენეს და თანა ტოპრაკითა ეს აი გენაცვალე ჯერეს გამომართვიო, მომცა კაი ფოჩიანი კამფეტი. ხო, ფოჩიანი კამფეტი. არქი იყო კაცო შეგნებული საიყო, განაი ბალი შეებდეს. რაკაია, ფოჩიანი კამფეტი. ლექსი გახსოვთ ახლა? ხო და მე ამ ბიჭმა მითხრა რომაო, ლექსი უნდა დაგაბაროო და მეც მოусმინე, მე თქვი, კარგი ლექსი უნდა დამაბაროს. აბა მომისმინე გენაცვალეო, შენ დეიდას ჩავეხლართეო, მანეული წნელი ვითავ და ფეხები ავაშვერინე, უსულადო ცხენი ვითავ. ჩემი თავით თქვენ გავითხოვე, განავინმე გამათხოვა. ეს ისტორია როგორ მოხდა? აი ნახე ძალიან მომეწონი ხეთი ბიჭი იყო, ვარდისფერ ლამაზი, ღაღანა, ქოჩორე მეთქი, შენ ჩაგიგდო ხელშია მეთქი და შენ არ გაგიშოს, ხას არ დაგანებებ რაზან ნუ იქნებოდეს. ვა შეგენა. იმდენი თავი მოვიკალი, რომ ეს ბიჭი ვიგდე ხელშია. ბრავო! რა თქმა უნდა. ბრავო! მაშინაც ესე იყო, ეს ქალები აქტიურია. ცოტა თქვენი მარიფათი რო ქონოდა ნანულის. შვილთაშვილები ეყოლებოდა. არა შვილო, ჩემზე მეტი მარიფათი აქვს. ქალბატონ ნანულისა, მაგრამ ესა ბედიღბალიც არის. აჰა. ბედიღბალიც არის. მოვიგდე ხელში შვილო. შევუღდით, შევერთდით ლამაზთა, კარგი ოჯახი შევქმენით. შვილები, სამი შვილი მყავს, ერთი ვაჟი, ორი ქალი. ამჟამად ჩემი შვილი კასპის რაიონის სოფელ მეტეხის გამგებელი გახლავთ 5 სოფლისა. თუმცა საკუთარ შვილს ვერ უმაჭანკლეთ, ის არის გასათხოვარი. აი ეს არის გასათხოვარი. რატომ? არ ვიცი შვილო, ქრისტე ღმერთმა ხმა ვერ გასცა. და ეხლაც ვერ მიპატიებია ჩემი თავითვინა. ქვეყნიერება გავათხოვე და ვაქორწილე, მეც გავთხოვდი. კაცო და ვერა შვილო რა. რატომ მიზეზი რა არის? ძალიან კეთილია, ძალიან მიდგომილი, ძალიან ყველაფერი, მაგრამ ბედისა ძალიან წუნიაი. რას იღებდით გარიგების სანაცვლოდ? არაფერსა შვილო. საკაბელს არ წვდით? მომისმინეთ? მე აი ხაბატო ხანუმა ის აი ფულებს რაღაცებს რო შრებოდნენ, მაგის მოტრფიალი მის დღემში მე არა. ფოჩიანი კამფეტები ხო იყო? შენ რო გაგირიგე შვილო, შენ თვითონ უნდა გქონდეს სოვესტი ნამუსი. მე ხარგეთი არა. ხო და მათხოვარი გამოვალეგრა. ეგეთ მოწმა რაში მჭირდება? და თავისი ნამუსით რას გაკეთებდა? თვითონ მოვიდოდნენ, პატის მცემდნენ. ეს მაგრამ თქვენ არ თხოვდით.
მე არა გენოცვალი მაგას არ ვიკადრებდი მის დღემშია აი შემოხედეთ მაგის ქალი ვარ ო შეიძლებოდა დანომრილი ფული მოეტანა შარში გაფული აშინაც იყო ეგეთი ისე თვითონ მომიტანდნენ ხოლმე კარგი საკაბე იყო აი ესა საკაბე იყო ფაიდიშენს ეძახდნენ მაშინ ოხტად შევიკერე ლამაზად ეხლა აღარ ეს გარიგების დროს მოგიტანეს ეს საკაბე დიახ ეს რამდენი წლისა რა ვიცი მეც ავარ დესეთ ჩემი ხნის აქ აღარ გამოდაში აი ესა ხო ეხლა მართალი ახლა მარტო საკაბე მოქონდათ ხოლმე სხვა არაფერი არ იყო აი მანდ რომელი სურათიც არის ესა ჩიხტიკოპიტრუანი იმათ ბასანოშკი მომიტანეს რო ჩავიცმევდი სულად ვიყურებოდი ისეთი ლამაზები იყვნენ მომიტანეს ძვენსაც მომიტანდნენ ოქრო არ მოქონდათ რამეები ოქროები არ მოუტანეთ რა ვქნა შილო თქო რომ ეს წვილ ვერ მათქმენ თუ არ მოიტანდა ვინმე ანუ არაფერს თუ არ მოიტანდა არც მოვითხოვდი ესე იგი ჩეულები ჩაივიდა. ფორესტი ნამოსი უნდა ფული რა თქვა. კაცო, ხო გაგაბედნიერეთ, შეგქთეთ, გადმოგქთეთ რამე და ახლა რა. ეს რას ანიშნავს შვილო? რომ მე იმის გულისთვის გაგირიგე შენა რომ შენ მიყიდო ჩამათვა დამხურა. არის. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ გადაცემის განმავლობაში ჩვენთან ერთად იქნება ქალბატონი ლოლიტა, მას კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით. ეს ხდებოდა ყველაფერი კასპიის რაიონის სოფელ მეტეხში, თუმცა მაჭანკლობა გია თბილისშიც არ არის უცხო. მე ვიცი რომ შენ ძალიან ბევრი წყვილი ყავს ერთმანეთისთვის გარიგებული. მე ყველაფერს ვიწყებ ჭიათურიდან, ჩემო კარგო. და მეც პატარა ვიყავი და ჩემი ბიზნესიც და მაჭანკლობაც დაიწყო ესე. წერდი სასიყვარულო წერილებს სხვისთვის. შეკვეთი წერდი ხოლმე? შეკვეთით კი აუცილებლად. ერთი მაშინ რვეულის ფურცლები იყო, ერთი გვერდი ღირდა 20 კაპიკი. 2 ცალი პონჩიკი. გორჯი. და მე ვცდილობდი დიდი დამეწერა, დიდი წერილები დამეწერა. რა ბევრი პონჩიკი მოგივიდა. და სხვათა შორის, აი, იცი რა არის, ვითარდება მე ნელ-ნელა, ყველაფერი ხო ვითარდება, აი, ქალბატონმა ლოლიტამ თქვა და მეც დაუშვათ იქ რაღაცა ისტორიებს ვალამაზებდი, ანუ ამ პრაქტიკამ მერე და მერე უფრო მიშველა, ესე ვთქვათ, და ჩამოვედი თბილისში და როგორ ხდებოდა ჩემს დროს. აი მაშინ უკვე აქ მართლა არ იყო ის რომ ვინმე რამე უნდა გადაგიხადოს, მაშინ მქონდა აზარტი თუ ვინმე მოსწონდა და უყვარდა და უარზე იყო. აქ იყო ფსიქოლოგიური დეტალები, ძალიან ხშირად ქალი და კაცი ერთმანეთს კარგად ვერ უგებენ. და მე ვაკეთებდი ამ მედიატორის როლს, რომ ვუხსნიდი როგორია ეს კაცი, ვუხსნიდი როგორია ეს ქალი და სხვათა შორის ძალიან ბევრი ოჯახი გადავარჩინე დანგრევას, იმიტომ რომ ზოგჯერ ქალი ვერთმობდა, ზოგჯერ კაცი ვერთმობდა და ასე რომ შვენივრად ვუძღვებოდი ამ საქმეს, თუმცა დიდობაში მე ვიცი რომ ახლაც ამ საქმიანობას ეწევი. ხანდახან თუ კი მომართავენ, ძირითადად ეხლა გადასული ვარ მესიჯებზე. ანუ სხვის მაგივრად მესიჯებს წერ მე არა მე არ ვწერ ეხლა გეტყვი ერთ რამეს აი დაუშვათ საჭიროა კარგი მესიჯი და ვაწერინებ გოგოს მესიჯს მე მოდის იქიდან პასუხი და მე პასუხის პასუხი მაგრამ ყველაზე კარგი რა არის რამოდენიმე შემთხვევა მქონია გოგოსაც კარგად ვიცნობ და ბიჭსაც გოგოს ვაწერინებ მესიჯს, ბიჭი მიგზავნის მესიჯს, რომ ეს მომწერა და რა უპასუხო. ანუ საკუთარ თავს ოღონდ ყველაზე საოცარი, ძალიან აზარტულია. აი უკიდურესად ჩიხში ვაყენებ ხოლმე, აი გოგოს წერილს, გოგოს SMS და უკიდურესად სასწაულ მესიჯს უგზავნის ბიჭი, ისევ ჩემი თავი. ოღონდ როგორ ღამეები მითენებია. იცი რა საინტერესოა და ძალიან ბევრი საერთოდ რა არის იცი? ვაჩხუბებ ხოლმე, ამ ჩხუბის შემდეგ მე როგორ უნდა დამშვიდნენ ესენი და ასე შემდეგ. ანუ სხვის ცხოვრებას გეგმავ. სანაცვლოდ რას გაძლევენ? არა, იცი რა არის? რამდენი ექნება არა, დღეს ეს ჩემთვის არის აზარტი და მე ვფიქრობ არის სიკეთე. მე ვიცი რომ სოლიდური საჩუქრებიც მიგიღია. კი, მიმიღია არ ბრილიანტის ბეჭდები ყოფილა? ბრილიანტის საათი ყოფილა.
ქორწინების სანაცვლოდ? აბა რა? მე ვიცი რომ ძალიან ბევრი წყვილი შეგიუღლები ერთმანეთს. კი, ბევრი. მათ შორის ცნობილებიც. ძალიან ბევრი ცნობილი, ოღონდ ახლა არ ვიტყვი, ცხელი კია, მაგრამ მე აქედან რო გავალ შეიძლება გამცირდეს ამუდამოდ და აქედან გამომდინარე მე ამას არ ვიტყვი. ანუ სარფიანი გარიგება, როდესაც საჭიროა, ქალაქში მიმართავენ გია ჯაჯანიძეს. იცი კარგი დასაოჯახებელი. არა, იცი რა, არ იწყება მაგით. აი მე ხო გახსნილი ადამიანი ვარ, ყველაფერს ვამბობ, რასაც ვფიქრობ. პირველად იმდენად აი გულის ტკივილის სურვილი რომ უნდა, აი ეგრევე ვინთები. აი ვინთები არ ვფიქრობ მართლა, აი ოღონდ გულწრფელად ვამბობ, რომ ან არასოდეს არავისთვის არ მithქვამს ეს მომეცი ის რაღაცა არ არის ეს. თუმცა თუ ამ ბიზნეს ხელს მოვკიდებ და ოფიციალურად აქ წინასტუმარე გყავდა, სხვათა შორის ანკეტაში გამორჩა რაღაც კითხვები, იმიტომ რომ მე როცა მომდის ხოლმე ესეთი ადამიანი ალბაშის ბატონი დავითი შეგამორჩა გია. ვეკითხები, ნუ ქალწულია თუ არა, ქონია თუ არა. ამას ახლა კიდე ყურადღებას აქცევენ? არა, ძალიან ბევრი აქცევს ყურადღებას. მზითვებს? იცი რა არის, მზითვებსაც რო იცი. რომ მიდიხარ ხოლმე სასიძოსთან ესე ჩამოუთლი ხოლმე მზითვებს? იცი რა არის, აი ძალიან საინტერესო რაღაცა, აი მაგალითად არსებობს ხელმოკლე ბიჭი. ძალიან კარგი გაზრდილი, ნიჭიერი, ჭკვიანი. ვუხსნი ამ ადამიანს, გოგოს, ოჯახს, რომ ყველაფერი, ნუ ეს მოდური ფრაზები, ნარკომანი არ არის, ლოთი არ არის, განათლებულია, სიგარეტს არ ეწევა. ყველაფერი აქვს. და ხო შეიძლება რომ თქვენ გაქვთ ყველაფერი, არა გყავთ ესეთი ადამიანი. მოკიდეთ ხელი, დააყენეთ გზაზე გამოგადგება და ასე შემდეგ. სხვათა შორის მინდა ერთი რამე გითხრათ. ორი შემთხვევა მქონდა რომ მივიდა იმ ზღვარზე რომ დაცილებულიყვნენ და იქ დამჭირდა ჩარევა. ჩაერია. ოღონდ ეხლა ძალიან უცნაურ რაღაცას გეტყვი. აი მაგალითად ერთი კაცია, ნუ ჭარმაგი კაცია და ნუ ცოლთან მოვიდა ძალიან ესეთი უსიამოვნება და ეს კაცი მიგზავნის მესიჯს რა მოწერა იმ ქალმა. ეხლა მე ვწერ ამ კაცს, რომ მე იმან გადაუგზავნოს. და იქ არის ტექსტები რაღაცა ჩემო სიყვარულო, შენი სუნთქვა მენატრება, მე ვწერ ამ კაცს. და მე დაურეკე და ბატონო შოთა მე ვუთხარი ეს მესიჯები რომ ვინმე ნახოს, მე რო თქვენ გწერთ ამას. არაო, შულო, მე ვშლიო ამასო მერეო. ხო მე ვუთხარი იცით რა მეთქიო, არა მინახოს მეთქი, მეც ვშლი ხოლმე, იმიტომ რომ წარმოიდგინე კაცს მესიჯები ამ ტექსტებით. ერთი სიტყვით კლიენტურა არის და ბაზარი არის მომგებიანია მოტივაციაც არის ათვისებული არ არის არ არის ათვისებული კონკურენტები არ გყავს კონკურენტები რატო არ მყავს მე გეტყვი უბრალოდ რა არის იცი ჯერ ერთი ჩემთან არის ეს ძალიან კონფიდენციალური აი მაგალითად გეტყვი ერთ სერიოზულ რაღაცას რომ პირდაპირ თანხა დამისახელა ერთმა ადამიანმა რამდენს გიხდიდნენ მითხრა რომ თუ ნაზღაიძეს დამაჯახებ ოღონდ ქმრად $5,000 მიხდს რა მოთხოვნადია წარმოგიდგენია ეს არის ამაზე შეიძლება მე ბიზნესი ავაწყო დაფიქრდები ზითვებში რა მოყვებათ ადამიანებს ოიმე იცი რა არის ზითვები რომ თქვა ეხლა ის აღარ არის ეს მადონა სერვიზი და რაღაცა უბედურებები და რაღაცეები უბრალოდ რა არის იცი მდგომარეობა არა პირველი ძუნწი ხომ არ არის ძუნწი ხომ არ არის აი ეს ამას კითხულობენ რა კი ვიცი რომ სტუდიაში ლექსით მოხვედი ვის მიუძღვენი ეს სხვათა შორის ეს არის თანამედროვე ლექსი ერთი გოგო როგორ უნდა წარადგინო მაჭანკალმა ადრე ხო იყო მზითვების ჩამონათვალი კარგი მე დაგითმობ ცენტრალურ ნაწილს და მოგიწევ აქ მაშინ იმისთვის რომ როგორ შეაბას გოგონა მამაკაცი გია ჯაჯანიძის მეთოდი ყველაზე ცხელ თოქ-შოუში ბეჭდები და ბრასლეტები, საბნები და ლეიბები, BMW და X-Fiat აირზენას ბილეთები, ინგლისი და საფრანგეთი, ამერიკის ყველა შტატი, მთები, ზღვები, ოკეანე, ირმის რძე და ტახის მწვადი, ბევრი სექსი, მტლაშა მტლუში, სილიკონის ზუძუები, ლარები და დოლარები, შუბები და პალტოები, თვალები და წამწამები, ვნებიანი ტუჯბაგენი, ყელკისერი ბროლიანი, თეძოები, გემრიელი, ოქროვერცხლი, ბრილიანტი
ვარიანტი. ქორწილს იხდის სტუდიაში, ნოდარიკოს ხელშოუში 100 გრადუსით ცელსიუსში. ბრავო! დიდი მადლობა. ქალბატონო ლოლიტა, როდესაც თქვენ მიდიოდით ხოლმე სამაჭანკოლოდ, ესეთი გრძელი სია გქონდათ ხოლმე? რა სია მინდოდა შვილი? როვინმე უნდა გამერხებინა მივიდოდი და ვეტყოდი და იგი ყვა. მაგები დაწერებსად იმას მოუყვებოდი სწორად. აბა. დიდი მადლობა. გიორგი ნაზღაიძე არის ჩვენთან ერთად სტუდიაში. $5000 თავაზობდნენ იმისთვის, რომ შენ ვიღაცის სიძე გამხდარიყავი. ვაიმე, ჩქარა. თავაზობდნენ რატო? გავიგებ თავაზობდნენ. მე მარტო მას და შენ წარმოგიდგენია როგორი უზიარყოფილი მოგეკნებოდა? იცი რა არის? უნდა დავფიქრდე, ჯერ უნდა გავიცნო ეს ადამიანი. მაგრამ თავარი კომპრომატი შესახებ შეიძლება იმ ადამიანმა სულაც არ იცის. დღემდე შენ ამბობდი, რომ არასდროს არ ყოფილხარ ოფიციალურ ქორწინებაში და დღეს ჩვენს ხელთოქ-შოუში მაყურებელი პირველად გაიგებს, რომ გიორგი ნაზღაიძეს მეუღლე ყავდა და მასთან გაცილებულია. კი, გიორგი ნაზღაიძე წელიწად ნახევარ მეუღლე ყავდა და მასთან არის გაცილებული. რატომ უნდა დაგიჯეროთ? მამაღლა ვიძახი პირველად. რატომ უნდა დაგიჯეროთ? არა, არ მალავდი, უბრალოდ თვლიდი რომ არ იყო საჭირო ეს მეთქვა. გასაგებია, დღემდე ამას თემაზე არ საუბრობდი, დღეს ალაპარაკდე. რატომ უნდა დაგიჯეროთ, რომ შენ ყავდა მეუღლე? რითი დაგიმხსნა? აი, ვიცოდი. მე ვიცოდი, რომ ამას იტყოდი შენ და დაიწევს, ჩემი ფასი დაიწევს. ახლა ბიზნეს მიგდებს. ჩამოვიდა 2500. 2500. რატო ახლა რა ცოლმა გამოფუჭა თუ რა იყო? მე ვიცოდი შენ მაგას იტყოდი და აი, სახალხოთ საბუთი იმისა, რომ მე მყავდა მეუღლე. რეალურად თბილისში თავად უხსმენდია გარიგებულების განქორწინებების მაჭანკლების შესახებ რამდენად აქტიურია შენ სამეგობრო წრეში ეს ყველაფერი თავად თუ გამხდარ ხარ უნებლიე ჩემ სამეგობრო წრეში საერთოდ არ არის აქტუალური თემა და არც იქნება ჩემი აზრით, იმიტომ რომ დღეს 21 საუკუნეში მე მგონი ის თაობა მოდის, ვინც უნდა თავისით უნდა იპოვოს მეორე ნახევარი. თუმცა გია ამბობს რომ ეს მაინც მოთხოვნადია. ერთი შემთხვევა იყო ზუსტად ჩემ მეგობარს მოვიდა მივედით სახლში და ამ გოგოს დახვდა ვიღაც უცხო ადამიანები და ვიღაც ბიჭი. და მეზობელმა მოუყვანა ეს ბიჭი გასაცნობად, იქ ატყდა ამბავი, ამ გოგომ გარბოდა ყველა ოჯახის წევრი, მეგონა თავისი ოჯახის წევრებიც გარბოდა. ჩემც არ არის მიღებული ფორმა, არ ვიცი ხო. იმ დროში შეიძლება ძველ დროში ეს ყველაფერი იყო მიღებული, იმიტომ რომ უფრო რთული იყო გაცნობა და დღეს როცა არის ამდენი ჯერ სოციალური ქსელი, ამდენი ბარები, კაფეები, რესტორნები, ყველა ადამიანი ჩვეულებრივ ნახულობს ერთმანეთს და გაიცნო. დიდი მადლობა. გია, რა შანსები აქვს სამორს? რამდენს გადაგიხდიან მაგალითად სამორში რომ იპოვო მისი მეორე ნახევარი? სხვათა შორის ძალიან გაიყიდება. ძალიან. მაგრამ მარტო შენი სარგებელი მარჟა რამდენი იქნება ამ შემთხვევაში? ნაზღაიძეში თუ 5-ს გიხდიან, სამორში რამდენს გადაგიხდიან? სხვათა შორის იცი რა, მე პირველად ნახე, ახლა გავიცანი, ნანახი მყავს ტელევიზიით და ძალიან ბევრი გოგოა, რომელიც უარს არ იტყოდა და არაჩვეულებრივი ბიჭია სამორი, ძალიან კარგი და ძალიან ბაზარზე უნდა გამიტანო. მე თუნდაც ჩემი მოსაზრება მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მამაკაცები დღესდღეობით ეძებენ როგორც გაირკვა, ესეთ გავლენიან, ფულიან ასე ვთქვათ, ქალბატონებს, ხო? მე მგონი ეს უფრო იმით არის განპირობებული, რომ მამაკაცს ეშინია და ეს შიში გამართლებულია. რომ ქალს მადილოსანს არ კონდეს ეს მერკანტილისტური ინტერესი. და რადგან შეძლებულია ის ქალბატონი, იმას ნაკლები შანსია, რომ კონდეს რაიმე ინტერესი ფულის მიმართ და შენი ბინის, მანქანის და ასე შემდეგ. რადგან იმას ეს ყოველივე უკვე აქვს. მე ჩემი მხრიდან ვუშვებ ესეთ არჩევანს დავუშვათ. მხოლოდ ამ თვალსაზრისით არ მჭირდება არც მისი მანქანა, არც მისი ბინა, არც მისი ფული. უბრალოდ, როდესაც იმ ადამიანის ოჯახს ეს ყოველივე აქვს, უკვე შემიძლია ჩემთვის გამოვრიცხო ის ვარიანტი, რომ ის ადამიანი ჩემთან არის ფულის გამო. მაჭანკლის სერვისი შენთვის მისაღები არის? ჩემთვის პირადად მისაღები როგორც სხვა ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც შეიძლება შეზღუდულია ურთიერთობების წრე და უჭირთ ადამიანების გაცნობა, ან ისეთ ადგილას ცხოვრობენ, სადაც ეს ყველაფერი არ არის, ხო, შეიძლება პროვინციაში. ეხლა გიამ რომ იპოვოს მეორე ნახევარი უარსეთ. ან ქალაქში შეიძლება ადამიანები, რომლებსაც დრო არ აქვთ. ანუ მე ასე ვთქვა, ეგრეთ წოდებულ კონტორაში არ წავალ და ბლანკს არ შევასწავლე. არა, მე არა მაქვს კონტორა. კი, ანუ პირობითად ის ფაქტი, რომ ვინმე გაგაცნობს ადამიანს, რომელიც რეალურად შეიძლება სხვა სიტუაციაში შენ თვითონაც გაგეცნო,
და მოგწონებოდა, ხო? რა მნიშვნელობა აქვს როგორ გაიცნო? თუმცა ქონება და მაჭანკალი არ დაშვირებია რონდოსელს ელენე ოთარაშვილს. 10 წლის წინ ეს ძალიან ნოვაცია იყო, როდესაც საზოგადოებამ გაიგო, რომ მან თავისი მეორე ნახევარი ინტერნეტით გაიცნო და სწორედ ინტერნეტით გაცნობილ მამაკაცზე იქორწინა. როგორ ენდე თავი და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? 10 არა ნოტარ, ეს მოხდა 12 წლის წინ, ძალიან დიდი ხნის წინ. ესე იგი, ეს ის პერიოდი იყო, როცა ინტერნეტი ჯერ არ იყო ესეთი ფართოდ გავრცელებული კომუნიკაციის საშუალება, ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო საქართველოში და ამ პერიოდში ვყიდულობ კომპიუტერს, ვერთვები ინტერნეტ სივრცეში და რა მოხდა მე? ანუ იმ პერიოდში ამ ვირტუალური საუბრებისთვის ერთ-ერთი საშუალება იყო ეგრეთ წოდებული მირკი, გახსოვთ ალბათ. დავრეგისტრირდი ამ არხზე და ერთჩვენიერ დღეს მე კონტაქტდება ადამიანი, რომელთანაც ძალიან სასიამოვნო წარიმართა საუბარი. მე ისე მოხდა რომ ერთი თვით გავუჩინარდი მე ინტერნეტ სივრციდან, იმიტომ რომ ზაფხულის პერიოდი იყო და უბრალოდ ქალაქიდან გავედი და ეს ადამიანი თურმე ყოველდღე მეძებდა და რაღაც უკვე ნერვიულობდა რომ სად დავიკარგე. ბოლოს დავბრუნდი თბილისში, ჩავრთე კომპიუტერი, შევედი მირკში და ისიც ხაზია, ეგრევე დამეკონტაქტა და დავიწყეთ უკვე ყოველდღიური ინტენსიური საუბრები. შემდეგ რამდენიმე კვირაში შევხვდით ერთმანეთს. სხვათა შორის როგორი წარმოგიდგენთ? არ ქონდა მომენტი რომ ესაუბრებოდი ვირტუალურ ადამიანს, რომლის შესახებაც არაფერი არ იცოდი. ძალიან მაინტერესებდა, იმიტომ რომ იმ მაშინ იყო ძალიან უცხო, ძალიან ახალი და აი რაღაც ძალიან მაინტერესებდა. მე ნუ ეხლა სხვა ადამიანებიც მესაუბრებოდნენ, მაგრამ ნუ ეს ადამიანი იყო ძალიან საინტერესო და სხვანაირი. და მე ანუ შევხვდით ერთმანეთს, რაღაც გარკვეული წარმოდგენა ხომ მქონდა მასე შექმნილი და ზუსტად გამართლა ისეთი აღმოჩნდა. ასე დაიწყო ერთი ლამაზი ისტორია, რომელიც 2 წელიწადში დაგვირგვინდა ოჯახის შექმნით და დღეს ეს ადამიანი არის ჩემი მეუღლე. ძალიან კარგი. ასე რომ ინტერნეტ სივრცეში შეგიძლიათ გაცნობისა და გართობის ცენტრის გარდა აქტიურად იკონტაქტოთ და შეიძლება თქვენი მეორე ნახევარიც იპოვოთ. ახლა მე მინდა გიჩვენოთ ერთი ვიდეო, ვისაც სენტიმენტები ყველაზე ხშირად მოეძალება ხოლმე, შეუძლიათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჩვენს პროექტორს. დღეს თბილისში არა მარტო ინტერნეტი, არამედ მაჭანკალი, თუნდაც გარიგება, არამედ უცნაური ნიშნობები, უცნაური ქორწინება შემოვიდა. Her eyes make the stars look like they're not shining. ახლა სტუდიაში მინდა დავპატიჟო გოგონა და მამაკაცი, რომლებიც შემთხვევით აღმაშენებლის გამზირზე სასეირნოდ გავიდნენ, თუმცა მისმა მეორე ნახევარმა მას უდიდესი სიურპრიზი მოუწყო. გოგონა საკუთარ ნიშნობაში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ჩვენი გმირი წყვილი სტუდიაში. ვის იდეა იყო, რომ ასეთი ორიგინალური ფორმით შემდგარიყო ნიშნობა? ესე იგი, თავიდან დავიწყებ. იდეა იყო თითქმის მთელი ჯგუფის რა. თავიდან მე მინდოდა რომ რამე ისეთი გამეკეთებინა ჩემი შეყვარებულისთვის, რომ მთელი ცხოვრება დამახსოვრებოდა რა და ნუ მე რეკ პროდუქშენის ერთ-ერთი წევრი არის ჩემი მეგობარი თორნიკე და შემოთავაზა რომ დამეხმარებოდა, მე ძალიან გამიხარდა რა თქმა უნდა და ყველამ ერთად გავაკეთეთ ეს. მან არ იცოდა რომ ის მიდიოდა უბრალოდ სასეირნოდ. არა, ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო სიურპრიზი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მუღამიც არ ექნებოდა ესე არანაირად რა. როგორ მოხდა შენ შემთხვევაში შეყვარებულმა დაგპატიჟე სასეირნოდ აღმაშენებლის გამზირზე? სასეირნოდ არ ვიყავით. ჩვენ მივიდოდით თორნიკესთან ერთად მივიდოდით მარჯანიშვილის თეატრში. და ვიცოდი რომ უბრალოდ უნდა ჩამეცვალ ლამაზად, მეტი არაფერი არ ვიცოდი და რომ ამოვედით დავინახე რომ ეს გარშემო მქონდა ბუშტები ამ მოედანს და მეთქი ნიკუშა შეხედეთ თქო რა ლამაზია თქო და თურმე სად ხარ შენ მიდიხარ იქ რა თეატრი ის თეატრი. ქალბატონო ლოლიტა ორიგინალური ნიშნობა იყო? თქვი, ნუ გერიდება. არ მოეწონა. რაღაც არ მოეწონა. აბაშვილო ეხლა იქა რომ უჩვენეით, რომ ეხვევიან ერთი მეორესა და აი აღარ იციან რა უნაქნან.
აბა ჩვენა რო აი დაგვრცინიან და რაღაცა ძველი ხალხი ეგრე როგორ მოვახტებოდით ერთი სული მქონდა ერთი დაღამდეს ერთი ვიტრო დაღამდებოდაო და რას უწუნებთ აი ესე საქვეყნოდ გამოვიდნენ და არაფერს არ მალავენ თქვენ მალავდით და ისინი არ მალავენ მაინც საპატიოსნება იყო შვილო ეხლა მადებენ სიბრელეში ათასი ეგაჰო გეთანახმები მაგრამ ეხლა მასიურად არის არ მოგწონთ თვალდებებო ეხლა შვილო რა ბიზნესი ჩავარდა ჩემი დროისა და ჩემი ხნის ადამიანებსა ყველა ესია განა მარტო მე ეს თქვენ მოგწონთ მე მოგაგიმარჯო დიდი მადლობა რეგ პროდაქშენთან მინდა გადავიდე კითხვით რომელმაც ეს ორიგინალური აქცია დაგეგმა ვის იყო იდეა ეს იყო თქვენი პირველი პრეცედენტი როდესაც მსგავსი ნიშნობა მოაწყეთ თუ მანამდეც იყო ჩვენ რაღაცა პატარა ფილმიც გაკეთებული გვაქვს და ჯგუფი შეკრებილი ვიყავით და მუშაობდით გვინდოდა გაგვეკეთებინა ისეთი რამ რაც ჩვენ სიხარულს მოგვიტანდა და ხალხსაც გავახარებით რაღაცით და ჩამოყალიბდით და მივხვდით რომ მოდი გავაკეთოთ ისეთი რამ რაც არავის არ გაუკეთებია საქართველოში იქნებოდა პირველი და რაც თავარია მასშტაბური და გადავწყვიტეთ რომ გაგვეკეთებინა ესეთი დადგმასავით მოგვეწყო სურპრიზები და ერთი დღე გვეჩუქებინა ყველა იმ ადამიანისათვის ვისაც ერთმანეთი უყვართ ეს არ არის გათვლილი მარტო შეყვარებულ წყვილზე შეიძლება ადამიანს მიულოცო დაბადების დღე ეს იქნება რაღაც ნაჩხუბარიც ანუ არ არის მარტო სიყვარულის გათვლა ყველაფრის გაკეთება არის შესაძლებელი ერთ დღეს ჩუქნით ჩვენ გასაგებია იყო გაუთვალისწინებელი მომენტები მაგალითად გოგონას რომ უოცრად ეთქვა უარი რომ დღეს თეატრში წამოსვლის ხასიათზე არ ვარ ეს ყველაფერი ხო ჩაიშლებოდა ეს ყველაფერი იმ დღეს ჩაიშლებოდა კი მაგრამ რაღაცა ალტერნატიული ვარიანტებიც იყო ასე ვთქვათ რა იყო ალტერნატიული ვარიანტი თუ მაგალითად გოგონას მარჯანიშვილის მოედანზე ვერ მოიტყუებდით ანუ სამაგერც სხვა გავაკეთებდით გეგმა ბექონდა 25 კადრი რა არის ეს სერვისი ესე იგი ეს სერვისი გასვენებები იქნება განსხვავებული აი იცით რა არის ამ სერვის ფასი არ ადევს იცი როგორ ის არის ჩვენი ჯგუფი ანუ ჩვენ ერთად არაფერს არ ვიღებთ ამაში უსაწყიდლოდ გასაგებია რა ჯდება ანუ ჯდება ის რისი გაკეთებაც გინდა ანუ თუ გინდა რაღაცა გრანდიოზული ფეივერკი იმის ფასი იქ რაღაცა გაფორმება ანუ მარტო რაღაცა რეკვიზიტები რა რამდენს გადაიხდი ამ სერვისში ახლა რომ მოუწყოს მაგალითად გოგონამ რომელსაც ურჩევ გიორგი ნაზღაიძე ნუ გააჩნია ახლა მე ამ იდეას და უშუალოდ იმ გოგოს თუ ვეტყვი აუცილებლად დიდ თანხას ვიტყვი ამად გადავუხდი ცოტას გასვლასაც აიღებ წავიღებ ბიზნეს გარიგება ყველაზე ცხელი ток-შოუს ეთერში გია ჭაჭენძე მახარია აღიარა ძალიან დიდი მადლობა მე თქვენ დაგემშვიდობებით იმისთვის რომ იყავით ჩვენთან ერთად კიდევ ერთი ექსკლუზივი ყველაზე ცხელი ток-შოუს ეთერში მალე თქვენ ლელა წურწუმიას ტელეწამყვანის სამპლუაში იხილავთ ცნობილი ქართველი მომღერალი ტელეკომპანია იმედის ეთერში ახალ ток-შოუს წაიყვანს მოდი დავქორწინდეთ ეს იმ გადაცემის პირობითი სახელია რომელიც მარტიდან ტელეიმედის ეთერს დაიკავებს და წყვილებს ერთმანეთთან შეხვედრის შანსს მისცემს მე ახლა ლელა წურწუმიას მოვიწევ ჩვენთან სტუდიაში რომელიც გადაცემის შესახებ თავად მოგვიყვება ლელა წურწუმია ტელეწამყვანის ამპლუაში და ძალიან ორიგინალური სატელევიზიო პროექტი. ადვილად დაგითანხმეს ამ გადაცემის საყვანას. ფორმატი ვიცოდი და მართალი გითხრა მომწონს და შესაბამისად რადგან მქონდა რაღაცა ინფორმაცია ამის გამო დავთანხმდი. თვითონ გადაცემა ძალიან საინტერესოა. მე არ ვიცი თუ იმეს არ უნახავს ეს გადაცემა. პატარა შინაარს მოვყვები როგორი ტიპის გადაცემა არის. ანუ ესე იგი ერთ-ერთი მთავარი გმირი არის ან მამრობითი სქესის ან რა თქმა უნდა მდედრობითი სქესის და არის სამი პრეტენდენტი. ანუ ან სამი ქალბატონი ან სამი ესე ვთქვათ ვაჟი, მამაკაცი. და ამ თითოეულ ესე ვთქვათ პრეტენდენტს მოყვება თავისი ორი მეგობარი. აქ არის სამი ოთახი, სადაც ისინი არიან ცალ-ცალკე ესე ვთქვათ განთავსებულები და ხდება ახდენენ თავიანთი თავის პრეზენტაციას. მაგრამ ამ შემთხვევაში მე მყავს ჩემი ორი თანაწამყვანი. ერთი არის ასტროლოგი და მეორე არის მაჭანკალი. რომლებიც ანუ აი ამ პრეზენტაციის შემთხვევაში რა თქმა უნდა, ანუ ეკითხება მის ჰოროსკოპს, ანუ ხასიათს ძალიან ბევრ ამას ესე ვთქვათ უთანხმებენ. მაქსიმალურად ცდილობენ ეს ადამიანები რომ მოყვნენ როგორი ხასიათი აქვს და უშუალოდ იყვნენ თუ არა ქორწინებაში, რას აკეთებენ მომავალში, როგორი ტიპის ქალი მოწონთ ან კაცი მოწონთ და უშუალოდ რას აპირებენ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
და აი ამის მერე უკვე მიდის განხილვა ამ ადამიანების და ანუ ასტროლოგია ამბობს რამდენად შეიძლება შეესაბამებოდეს ეს ორი ადამიანი ერთმანეთს და ნუ მიდის რჩევები ანუ ეს ადამიანი შენთვის უფრო ესე ვთქვათ კარგი მეწყვილე იქნებოდა ასე შემდეგ და შემდეგ უკვე გადაცემის ბოლოს ეს კონკრეტული ესე ვთქვათ გმირი რომელიმე ოთახში შედის და ირჩევს უკვე თავისი სურვილის მიხედვით თავის მეწყვილეს. უკვე შემდეგ მე ამას რა გაგრძელება მოყვება ეს უკვე ამას ჩვენ ვეღარ ვხედავთ. მე ვნახავთ. ამას მე ალბათ ისევ ექსკლუზიურად თქვენ გადაცემაში. ძალიან დიდი მადლობა დაპირებული ექსკლუზივისთვის. ხება როგორ ფიქრობ რეალურად მოთხოვნა იქნება მსგავს გადაცემაზე, იმიტომ რომ დღეს ჩვენ მიმდინარეობს ორი ბლოკია უკვე გადაცემის დებატები ამ თემაზე და ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა რომ ეძებს მეორე ნახევარს. არა მხოლოდ გაცნობის ან დაოჯახების სენჩი, არამედ რადიო ეთერში, იგივე ინტერნეტ სივრცეში გარისკავენ ქართული მენტალიტეტის სტრიქონში ძალიან ბევრჯერ მინახავს კი. გარისკავენ ქართული მენტალიტეტის მქონე ადამიანები, თუნდაც სტუდიაში მოსვლას და ამ თემაზე საჯარო საუბარს. კი, მე ვფიქრობ გარისკავენ, იმიტომ რომ ეხლა ეს შეთავაზება ესე უცებ ხომ არ მოდის ჰაერიდან, ხო? ესე იგი რაღაცა კვლევა გააკეთეს და შესაბამისად აღმოჩნდა რომ ესე იგი ჭირდება, ესე ვთქვათ, ჩვენს ტელესივრცეს ესეთი გადაცემა და შესაბამისად ალბათ ჩვენს თუ ვეცდებით ცოტა რა თქმა უნდა იუმორში ეს მომახერხოთ ამ ადამიანების შეხვედრა და შემდეგ დაქორწინებას მე არ მგონია რომ ეხლა ბოლომდე ყველა რაღაცა, იმიტომ რომ ეხლა 5 წუთში გაცნობილი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმ საეთერო დროს რა თქმა უნდა მე ეს უნდა შეხვდნენ, გაიცნონ ასე შემდეგ და შეიძლება ერთი სიყვარულიც იყოს. კი, როგორ არა, ესეც შეიძლება და ასე რომ მე ამას უკვე დრო გვაჩვენებს. მართალი გითხრათ, ცოტას ნერვიულობ, იმიტომ რომ მე წამყვანის ამბულაში არასდროს არ ყოფილი ვარ. თუ არ ჩავთვლით ისევ იმედზე გასულ იმედის ტალღას, სადაც მე ესე ეთკვირიანი წაყვანა მქონდა, მაგრამ ეს უფრო სხვა დაკითხვა და სხვა სპეციფიკის ესე ვთქვათ გადაცემა არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი ვეცდები. დიდი მადლობა ლელა, მე შენ ძალიან წარმატებულ კარიერას გისურვებ, როგორც ტელეწამყვანს. იმედი მაქვს, რომ ეს გადაცემა ძალიან ბევრი ადამიანის მოწონებას დაიმსახურებს. ეს არის ყველაზე ცხელი ток-შოუ ქართულ სატელევიზიო სივრცეში. რეკლამის შემდეგ სტუდიაში შემოგვიერთდება უკრაინელი მომღერალი ივანა მელაი, რომელიც მოგუყვება. იყო თუ არა მისი კარიერის და ცხოვრების განმავლობაში იყვნენ თუ არა ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ მის დაოჯახებას, თუნდაც გარიგების ან მაჯანგლების საშუალებით, ასე რომ საკმაოდ საინტერესო ეთერი გელოდება დაგვალოდოთ. ყველაზე ცხელი ток-შოუ რეკლამის შემდეგ ისევ ღია ეთერს უბრუნდება გადაცემის ამ ნაწილში თქვენ უამრავი სიურპრიზი და მოულოდნელობა გელოდებათ, ასე რომ დარჩით ბოლომდე ჩვენთან ერთად. როგორც ხედავთ სტუდიაში ახლა სმაილი შემოგვიერთდა, მომღიმარი ბიჭუნა, რომელიც ჩვენთან სტუდიაში მოვიდა საჩუქრით. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ მაყურებელს დავპირდით, რომ საჩუქარს მიიღებდა ჩვენი დღევანდელი გადაცემის ერთ-ერთი წყვილი, რომელმაც ერთმანეთი გაცნობისა და დაოჯახების ცენტრში გაიცნო. მე მათ ჩვენთან ცენტრალურ პოდიუმზე მოვიწვევ. იმისთვის რომ დღევანდელ გადაცემაში იყავით ასეთი გულახდილები, ჩვენ ბედნიერებას უსურვებთ თქვენს ოჯახს, მაღაზია კი სმაილი კი გადმოგცემთ პლაზმურ ტელევიზორს საჩუქრად. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა Spiles, რომელიც არის დღევანდელი ჩვენი ეთერის პარტნიორი და დღევანდელი ჩვენი სტუმრების საჩუქრით დააჯილდოვა. ცნობილ ქართულ მსახიობებთან ერთად განვაგრძობთ გადაცემის მესამე ნაწილში საუბარს. ქალბატონი ნალა რუსკიფანიძე შემოგვიერთდა სტუდიაში, ასევე ქალბატონი ლამზურე ჩხეიძე. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად. უამრავი თაყვანისმცემელი ყავდათ ალბათ იმ ხნის განმავლობაში და ყავთ ახლაც. როდესაც თქვენ იყავით უკვე საქართველოში და ხართ ძალიან პოპულარული, იყო თუ არა მცდელობა მაშინ, როდესაც თქვენს ოჯახთან აგზავნიდნენ მაჭანკალს ან იყო გარიგების მცდელობა? ყოფილა პირდაპირ მშობელი ვაჟის, რომელსაც უთქვამს, რომ ხომ არ დავაქორწინოთ, მაგრამ მე მქონდა ხოლმე ყოველთვის რატომღაც საშინელი პროტესტი ასეთ წინადადებაზე და მოსმენაც არ მინდოდა ამის. და სხვათა შორის არც ჩემს მშობლებს არ უნდათ ამის მოსმენა, იმიტომ რომ თვლიდნენ, რომ მე თვითონ უნდა მომეხერხებინა როგორ მეეს და ვახერხებდი კიდე შეძლების დაგვარად მოწონებასაც და გათხოვებასაც. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნანა, ქალბატონ ლამზირა. თქვენს კარიერაში, თქვენს ცხოვრებაში იყო შემთხვევა, როდესაც თავად ცდადეთ მაჭანკლობა და თქვენი ერთი მეგობარი მეორეს დაუკავშირეთ, თუმცა ეს ყველაფერი სამწუხაროდ უშედეგოდ დასრულდა. რაღაცა ეთყობა არ ვიცი რატომ მაჭანკლობისა ხანუმობისადმი მქონდა მიდრეკილებასავით და რაღაცა მიწყობდა ხოლმე ხელს პიროვნებებით მიწყობდა. თქვენ გათხოვილი ბრძანდებით?
არა და ხომ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ დაუშვათ ამ გარიგების დროს თქვენ თავად მოგწონებიათ ის მამაკაცი არა ქალბატონ ლამძრა თქვენ ყოველთვის იღწოდით რომ თქვენი მეგობრები დაოჯახებული იყვნენ თუმცა სამწუხაროდ თავად არ გათხოვილ ხართ რა იყო ამის მიზეზი თქვენს თავადაც ძალიან წუნია იყავით ალბათ არ ვიცი ვერ გეტყვით წუნია თუ მძიმე ხასიათი ძიმე ხასიათი არა მაქვს მე ძალიან მოყვარული ადამიანი ვარ მართლა მიყვარს არც ერთ კონფლიქტში მე არ ჩავრეული ვარ რატომ იწუნებდით თქვენ თაყვანისმცემლებს თქვენ რუსთაველის ცენტრის მსახიობი იყავით და ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავდა და სულ დღემდე უკვე თეატრში როგორ მოახერხეო მოახერხე თაყვანისმცემლები დაიწუნა დოდო ხურცილავამაც მე დავიწუნე თვითონ იქით არ ყოფილა მაჭანკლების მცდელობა გარიგება თქვენთვის მეორე ნახევრის მოძებნის მცდელობა კი ყოფილა ოღონდ მაჭანკლები არა როგორც ეხა იცი როგორ არის ყოველთვის ისედაც მაჭანკალი აი პრინციპში არის პროფესია და უბრალოდ როდესაც უკვე აღარ არსებობს ასეთი პროფესიის ადამიანები ასეთ შემთხვევაში გზავნიან ნათესავებს მეგობრებს აქ პატარა შეცდომას უშვებენ ხოლმე წინ არ უნდა თქვან არ უნდა თქვენ და ვითომ შემთხვევით უნდა შეახვედრონ ასეთ შემთხვევაში ბევრად უკეთესად უმჯობესია და ამართლებს ვიდრე წინ აი ესეთი დაგეგმა მით უმეტეს თუ ქალი არის ახალგაზრდა ძალიან და ნუ თქვა კარგი შესახედები თუ არის იმას ის ამბიცია აქვს რომ მე თვითონ ჩვენი რა თქმა მოახერხებ და ასე შემდეგ მე შეიძლება ისე მოვიდეს როგორც მე მომივიდა და დაჩეს ასე როგორც არის მაგრამ იყო დრო, როდესაც ამას ძალიან სერიოზულად ეკიდებოდნენ. ეს მე-19 საუკუნეში განსაკუთრებით თუ გაინტერესებთ ამაზე რომ ვისაუბროთ, მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა მთელი, ასე ვთქვათ, სისტემა, მაჭანკლობის სისტემა, მაგრამ მხოლოდ ეს ჭრიდა ვაჭრებს. სხვათა შორის შემოვდივარ ერთი წინადადებით. რატომ არ უნდა გაკეთდეს სკოლა მაჭანკლების და ეს მართლა სერიოზულად საინტერესო იქნება და მე ამ ინიციატივით შემოვდივარ, მე შემიძლია გავხსნა ეს სკოლა, ჯერ ერთი ქალები თავადაც დათხოვდნენ. დეპონირება მოახდინე შენი იდეას, და შეიძლება ვინმე მიითვისოს. აუცილებლად როგორც კი დამთავრდება გადაცემა, აუცილებლად საკპატენს შეგიძლია მიმართოს. გამოცდებს რა საგნებში ჩაიბარებ, მაინტერესებს. გამოცდეთ. კარგი იყო. დასავლათული ვიგებო. საპატიო პედაგოგად შეგიძლია ქალბატონი ლოლიტა მიიწვიო, გამოცდილი კადრია იცის. მე აღარაშვილი რო მე დავბერდია. არა, უნდა გაიხსენო. არ უხავო კაცო, რა დროს ჩემ მიგენია. აღარ, დავამთავრე უკვე. რატომ ახლაც რომ სადაც შეიძლება გამოგივიდეთ? მე როგორ? ახლაც რომ სადაც შეიძლება გამოგივიდეთ. არა, თქვენი დიდი გამოცდილება შეიძლება ახალგაზრდა თაობებს გადასცეთ, როგორც ხანუმა იტყო და იმდენი სადაც არის პენსიაზე სხვათა შორის ხო თავისი ისტორია უნდა ამ ყველაფერს და ვაჩვენებ ახალ სტუდენტებს როგორი მწარე ხვედრი ჰქონდათ ძველ დროში მაჭანკლებს და როგორი გათანამებრებელია. ძალიან მძიმე პროფესია იყო ეს ძველ დროში. ასეთია გარიგების, ქორწინებისა და მაჭანკლობის ქართული ინსტიტუტი. საინტერესოა, თუ გხდება ეს ყველაფერი უკრაინაში და ამაზე სასაუბროთ სტუდიაში ახლა ცნობილ უკრაინელ მომღერალს ივანა მელაის მოვიწევთ. ივანა მელაი студიაში. Ивана Мелаи, свадебное платье. Да, невеста сегодня для тебя, видишь? Мы здесь можем и свадьбу устроить? Можем. А где претенденты? Найдем кого-то. Найдем, да? Ну, отлично. О, есть уже. Познакомимся потом, ладно, после съемки. До конца эфира надеемся, что еще президентов может еще быть много, и мы потом аукцион устроим здесь. Устроим, да, будем меня продавать. Кто заплатит больше? Да. Почему сегодня пришли в свадебное платье? Потому что некий человек, который является вашим другом, сказал, что тема будет «Завидная невеста». Я ему поверила и пришла сегодня в свадебном платье. Все же говорят, между прочим, уже о том, что я выхожу замуж за некого грузина. Мама, я выхожу за грузина. Да, я выхожу за грузина. Очень многие говорят, уже ходят такие сплетни. Поэтому я решила порепетировать. Ивана, ты очень красивая, ты популярная, у тебя есть куча поклонников. Какие твои критерии, мне очень интересно. Каким должен быть человек, который станет твоим мужем?
Ну, прежде всего, наверное, этот человек должен обладать глубиной души. Не стану кривить душой, скажу правду, он обязательно должен быть внешне красивый. Конечно же, он должен быть личностью, потому что мужчина не сможет, настоящий мужчина никогда не сможет быть вместе с женщиной, которая, несмотря на то, что хрупкая, может быть, не скромно о себе говорить, но все-таки я много беру на себя и довожу всегда дело до конца. И знаешь, мужчина должен быть очень сильный, чтобы выдерживать мои поездки на съемки там в разные страны, гастроли мои. Не каждый же отпустит, а особенно, мне кажется, грузин вот так вот. Вы про меня говорите? Вот еще один претендент, пожалуйста. А деньги? Деньги не нужны? Вы знаете, деньги нужны всем. Даже тем, кто выполняет свое любимое дело, занимается своей любимой работой. Это другое, но сколько денег? Сколько много, денег? Мало. На зарплату жить. А что для вас много? Ара, я, знаете, как задаю вопрос? На зарплату, что он живет с вами. Если у него зарплата в месяц $1000, это достаточно для того, чтобы стать мужем Ивана Мелай? Честно говоря, я не думаю, что можно соизмерять мои чувства к человеку с зарплатами в размере $1000. Это невозможно сопоставлять вместе. Что значит у него зарплата $1000, соглашусь ли я? Вы думаете, я вначале спрошу у него: «Эй, ты, сколько ты зарабатываешь? Ну-ка скажи мне». Тебе сейчас Георгий нравится? Ага. Георгий? Георгий нравится? Вот мальчик Георгий? в очках. Мальчик в очках. Ну, симпатичный парень. Спасибо. У него шансы есть? У него шансы? На телешоу, наверное, это не так быстро происходит. Мне кажется, должна быть... А второй претендент, который должна быть какая-то искра и сразу, наверное. Ты знаешь, сосватать меня просто никому не удавалось. Я отказала однажды мужчине, который предложил мне на крыше гостиницы «Хаят» в Киеве выйти замуж. Почему и отказалась? он получил отказ, потому что я его не знала. Я знала его всего 2 дня. И я не готова была рискнуть вот так вот в омут с головой, потому что он красивый, он богатый, он популярный. Вот так вот в омут с головой и будь как будет. Нет, я отказала ему, и я очень счастлива, что я могу себе позволить делать то, что я чувствую. Без чувств, я тебе честно скажу. А вечером никакие что делаете? Обычно... Первое серьезное предложение уже. Обычно в последнее время я все время на каких-то съемках, на каких-то Но он, наверное, концертах. имел в виду, что вы сегодня вечером делаете. Я люблю поэзию, я люблю путешествовать. У меня есть деньги. Дети, внуки. А можно Он был трижды женат. 3 жены у него было. Он был трижды женат, и на свою зарплату задерживает Вот всех жен. если б дважды, то еще ничего, а трижды это уже много. А у меня Он один раз было, а у завидует, него он 3 раза. завидует. Сейчас и специально говорит, чтобы Трижды поговорим, женат. поговорим. Да. Ай, коварный какой. Ну, здесь тоже сидит господин Бессо, который внимательно наблюдает. Ну, у меня... Что И дважды перечислили. женат, может, и станет третьей Есть тоже, женой. ну, у меня тоже есть, что вы перечислили эти достоинства. Просто единственное, не хватает, это внешняя красота. Поэтому я снимаю свою кандидатуру. И тем более женат у меня прекрасная жена. Давайте поаплодируем. Он так признался по-честному. Вы сами решите. Ивана, я хочу сказать тебе огромное спасибо за то, что ты участвовал в нашей передаче. У нас очень скромный подарок для тебя. Вот Ух подарок ты! студии. Я попрошу Георгия, чтобы он мне Вау! помог, чтобы мы Прям занесли этот подарок в подарок в студии? студию. Ты можешь открывать этот подарок. Могу открывать прям? Да, я тебе помогу. Давай. А оттуда сейчас выйдет какой-то... Никто не видит, это подарок. Я боюсь. You don't have to put on that red light. Walk the streets for money. You don't care if it's wrong or if it is right. Roxanne, you don't have to wear that dress tonight. Roxanne,
Он известный грузинский спортсмен, которого мы сегодня специально выбрали для сегодняшнего эфира, для того, чтобы устроить тебе сюрприз, потому что... А что ты делаешь? Я дрался в K1 и в боксе и в других соревнованиях. Видов Ух спорта. ты! Да. А боксеров у меня еще... Еще не было, а может быть. Попробуем. Спасибо. რა მინდა შენ გითხო. რეალურად გადაცემის ორი ნაწილში საუბრობთ თანამედროვე ქართულ ოჯახის შექმნის ტრადიციებზე. მაჭანკალი გარიგება ის უკვე იყო, დღეს არის უკვე ინტერნეტ გაცნობა და არიან თანამედროვე მაჭანკლებიც, რომლებიც ერთმანეთს ურიგებენ წყვილებს. რეალურად თავად თუ ქონია შემოთავაზება, რომ შენთვის შემოთავაზებინოთ გოგონა, რომელიც არის ძალიან შეძლებული და რომელსაც სურდა, რომ შენ ყოფილიყავი მისი მეორე ნახევარი. არა, მე პირადად მიკავშირდებიან, თან მობილურ ტელეფონს არ ხმარობ საერთოდ, არ მაქვს მობილური ტელეფონი. არაფერი არ მაქვს, გარდა Facebook-ისა და იქ წერენ თვითონ. ბებრები ბოდიში თუ გასწროთ. ხნიერი ხალხი, ანუ არ არიან Facebook-ში, რომ თქვან, რომ აი გაგიდიკავშეთ. კი. რას გწერენ ხოლმე შეთხოვებებში? ქალები? ვინც გიკავშირდება შენ და დაინტერესებულია, რომ შენი შეგახტე მისი მეორე ნახევარი. აი, არ ვიცი როგორ გითხრათ, აი ყველაფერს, აი კრუიზებს თუნდაც ან მოგზაურობებს, ან ჩემს დაფინანსებებს, თუნდაც იციან რომ დამწყები მსახიობი ვარ, თან ფოტომოდელი და ანუ აქვს საბაბი რომ შემომთავაზონ რაღაც სარფიანი გარიგებები. ხო და არ ვიცი ჯერ არა. საერთოდ მე არ ვფიქრობ რომ ეს ნორმალურია და მე არ ვაფიქრობ. თავად შექმნას როგორ აპირებ? შენი კრიტერიუმი მთავარი რა არის? რა, საერთოდ არ ვაპირებ ცოლის მოყვანას. მიზეზი? არ ვიცი, მე ვთვლი რომ ჯერ უნდა ვაკეთო საქმე, ჩემთვის საქმეა მთავარი და ის მიზნები რაც დასახული მაქვს. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ეხლა პირადი ურთიერთობები ვაგვანო. ასეთი იყო ყოველს ცხელი ток-შოუ. ჩვენ შევეცადეთ რომ დღევანდელ გადაცემაში გვესაუბრა საკმაოდ აქტუალური თემის შესახებ და საზოგადოებისთვის წარგვედგინა განსხვავებული აზრი, რომელიც ამ ადამიანებს გააჩნია. გადაცემის ბოლოს კი ჩვენ სცენას დაუთმობ ივანა მელაის, რომელიც საკუთარ სიმღერას შეგვისრულებს.